სალამი ყველას, აბა როგორ ვართ? მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მოვედი თქვენთან. მოვედი. აბა როგორ ვართ? აჰა. სალამი ძამა, მორიელ როგორ ხარ? სალამი ყველას, მეგობრებო. მოვედი თქვენთან. აბა როგორაა დღე? როგორ დაიწყო დღე? როგორი დღე გვაქვს? ზიანი თუ წვიმიანი? მოგესალმებით ყველას, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს. აჰა, სალამი ანა მარია. დილამშვიდობისა მეგობრებო, მოვედი თქვენთან. ყავით, მართალია უკვე ვამთავრებ, მაგრამ არა უშავს. ხა. ყავა მოიმარჯვეთ, ჩემო ძვირფასებო ყავა. დღეს მეორე კარტით უნდა მოვიდე თქვენთან. ის მაიმუნების კარტი აღარ მინდა მეგობრებო. მაიმუნის დასტა აღარ მინდა. ანა მარია მაპატია დღეს არ მექნება მაიმუნი. არ მეყოლება სტუდიაში მაიმუნი. ხა. ვაიმე რატო თერმომეტრი თავარო? მალე გამოჯამრთელებას გისურვებ. ვაი, ჩემი ლამაზუნა გოგოც მოვიდა. Life is love, როგორ ხარ ჩემო ლამაზო? ძალიან მიყვარხარ. მაიმუნი, ხო, აბა რა, მაიმუნი არ გვეყოლება სტუდიაში. დასტის სახით, ნუნეს, კი ბატონო, მაგრამ ეს იმდენად მიყვარს მეგობრებო, აი ეს თვითონ ეს რაცა სტატუეტა თუ რა ქვია, არ ვიცი, ძალიან მოხიბლული ვარ. ხო, ფანტაზიები და ილუზიები მოდის აქედან, კი? კარგ ხასიათზე მაყენებს. სალამი ყველას. კი, ნამდვილად, რაღაცნაირი ემოცია მოდის, ხო, იმ დასტაში რაც ხატია, იმას ბევრად ჯობია. იქნებ ამით გამოვაუკეთესოთ მისი როჟები. მიმიკა დავულაგოთ, იქნებ ცოტა მეგობრებო, ნელ-ნელა შევუცვალოთ ჩვენს პარტნიორს. ვინც მიყურებთ, არა აქვს მნიშვნელობა მამაკაცი თუ ქალბატონი, თქვენი პარტნიორი მიმიკებით გვებაზრება აქ და არ მომწონს. რო იტყვიან. მორგანა უღრმესი მადლობა ჩემო კარგო. მაშინ უი რა სამბობ? უნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. რატო გაგიცივდა? ესე იგი, ჩემო ძვირფასებო, 2 დღეა დავრბივარ საბუთებზე, დილით მივდივარ უთენია და გუშინ კრუნჩხვები დამემართა. სულ ტირილ-ტირილით წამოვედი გზაზე. არა უშავს. სულ ტირილ-ტირილით მეგობრებო, არ ვიცი გუში რა იყო. ისედაც სისხლძარღვების პრობლემა მაქვს, რო გავიყინე, რო შემცივდა. ამა კანკალა, ამა ბღანკალა დამეწყო კრუნჩხვები მოკლედ მეგობრებო, აი არ ვიცი. კი, წლის ბოლოს ყოველთვის ესე ხდება. რომ მივიტანე წლის ბოლომდე ეს ყველაფერი და დროზე არ მივაქციე ყურადღება, ესეც ცოტა არ იყოს და ჩემი ბრალიც არის მეგობრებო, მაგრამ აი იმ სამსახურმა მიმიყვანა ამ ზომამდე, აი არის იმის ბრალი. იქ ყოფნამ გამიფუჭა საქმე, რო იტყვიან. რა თქმა უნდა, უკეთესობის იმედი გვაქვს ყოველთვის. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს რა გჭირთ. აი რა თქვენი ენერგიები, ფანტაზიები და ილუზიები და აი რაღაცა ვერ ვაზროვნებთ ზოგჯერ, მომიტევეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ ხო თითქოს რაღაც გონებით ვერ ვლაგდებით მეგობრებო. ბევრი თქვენთაგანი ახლა არის მარტო. უიძინენი, განდეგილის პოზიციაში, კი.
არ ვიცი, მაგრამ ნუ არაუშავს. რა თქმა უნდა, მეგობრებო. კი, რა თქმა უნდა, მალე ყველა მოვაგვარებთ ყველაფერს, უბრალოდ ეხა უნდა ვიწვალოთ. საწვალებელი შემექნა, თორე მეტი არაფერი. კარგით, ჩემო ძვირფასებო, არი ნერვიულოთ არაფერზე, დაასყედით, მოეწყվეთ, განეწყվეთ, ეს ჩემი ტერმინი რო არ თქვა, არ შემიძლია. ხო და დავიწყოთ. თქვენი ენერგიები მაინტერესებს ახლა. თქვენი ენერგიები. სალამი ყველას. ნინი, მოგესალმები. შენი სახელი რატომღაც ძალიან კარგად დამამახსოვრდა. ხა. და გავაგრძელებ ახლა თქვენი დახასიათება. აჰა, ძალიან დიდი სურვილი გაქვთ რაღაცის, თუმცა ძალიან დიდი ტკივილიც გაქვთ ამავდროულად, მეგობრებო. ძალიან დიდი ტკივილი გაქვთ ახლა. აი როგორ გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს, ამას ვფიქრობთ, ხო? კი ბატონო, ამას ვფიქრობთ. ნამდვილად ესეთი სიტუაცია გაქვთ. იმედი გაქვთ, რა თქმა უნდა, კიდევ ამ ყველაფრის და იმედი გაქვთ იმის, რომ ამ კრიზისიდან გამოვალთ, ამ საკუთარი თავის წინააღმდეგობებიდან გამოვალთ და კიდევ გვინდა შანსი. აი მეგობრებო, ნახეთ, ორი შანსი. და თქვენი აი აბიზაწილსტვა, ანუ თქვენი დედა ღმერთო, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე და ისევ კიდევ შანსის თხოვნა სამყაროდან, შანსის თხოვნა, აღება, მიღება და ამ ყველაფრის გამოყენება. აბატონო, ჩემო ძვირფასებო, აი ესეთი სიტუაცია, situation გაქვთ. ხა, ეს situation გაქვთ, მიყვარს ეს რაღაც. ხა. ამიტომ გამოვიყენოთ ახლა ეს შანსები, ხო? აი უნდა გამოვიყენოთ ეს შანსები. ორი შანსის გამოყენება ერთად. ამოგივიდათ. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ყველაფერს გაეკიდეთ, ყველაფერს ჩაეჭიდეთ, არანაირი შანსი არ დაკარგოთ, ყველა ეცადეთ, უარი მიუღებელია. უარს ავღებულობთ, ხო? ეხლა ის პერიოდი გვაქვს, რომ გამოვიდეთ ამ განდეგილობის პოზიციიდან. ხო და კიდევ თქვენი ენერგიები, ხო, ამ მიტოვებულის პოზიციიდან, მეგობრებო, ეს ყველაფერი უნდა გადავდოთ ასე გვერდზე. ეს ჩვენი ემოციური ფონიც უნდა დავივიწყოთ, მეგობრებო, და ერთხელაც ეს ჩვენი რაღაც გაფუჭებული საქმე თუ მიტოვებული საქმე თუ უკან ჩამოტოვებული საქმე უნდა გავაკეთოთ, დავამთავროთ, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ხო, აი, ქვემოდან. და ნახეთ მერე რა გველოდება? აი ესეც თქვენ. ხო. კიდევ თქვენი ენერგიები. ნახეთ, ჩავაბრუნე კარტი და სადამოვიდა, ამოვარდა. აი ეს გელოდებათ. გელოდებათ, მეგობრებო, დარწმუნებული იყავით. აი ამ საქმეს ეხლა რასაც მოვრჩებით, ეხლა რასაც მოვაგვარებთ, ეხლა რასაც დავასრულებთ, ეს ყველაფერი იქნება წარსულში დასატოვებელი საქმიანობა. ავიღოთ უნდა პასუხისმგებლობა, დედა რა გავქნა, მეგობრებო. აი ის, რაც თქვენ გელოდებათ, არის სითბო, ყურადღება, ურთიერთობა გელოდებათ, გარანტირებული გაქვთ, მეგობრებო. ბევრს ოჯახი გელოდებათ, ოჯახი შექმნა, ფეხმძიმობის პერიოდი. აი ვის გაქვთ, ვის გინდათ, ვისაც ძალიან დიდი სურვილი გაქვთ ბავშვის. აბატონო, ბავშვი, ხედავთ, ხო? აბატონო, მეგობრებო. აი ამისთვის აქეთკენ მივდივართ. აქ ვართ უკვე იცოდეთ. აქ რა ხდება? ხო, ანუ ვისაც და აი ვისაც მეგობრებო. კი, ვისაც დაშორება გქონდათ, ვისაც რა გქონდათ, იცოდეთ რომ ეს თქვენი პარტნიორი გითვალთვალებთ, არ გიგონოთ სადმე წასული. ვის გავს? ვის პარტნიორს გავს? აი ესეთი ვის გავს? ეს ადამიანი გითვალთვალებთ. ისევ და ისევ მაინც და მაინც გითვალთვალებთ. არ გეგონოთ რომ შორსა, არა, ახლოსაა, მეგობრებო. ხო, ამ ადამიანთან გელოდებათ ოჯახი. არ ვიცი, მეგობრებო, არ ვიცი. არ ვიცი ვის პარტნიორს გავს. მე ვერ გეტყვით. მაგრამ იცოდეთ რომ, კი, ეს ადამიანი გითვალთვალებთ. ეს ადამიანი განსხვავებული მეთოდებით, ძალიან ბევრი მეთოდებით გითვალთვალებთ. იქედან, აქედან, ზევიდან, ქვევიდან. ხო, შპიონაჟი, კი. ძალიან გაავებულია. ნახეთ, თქვენს ენერგიებში ამოვიდა. თუმცა დიდი სიყვარულით. ხო. თქვენ შორის მოხდა რაღაც. თქვენ შორის მოხდა გაუგებრობა, თქვენ შორის მოხდა ადამიანების ჩარევა. აქ შეიძლება იყო მაგიებიც.
აქ შეიძლება იყო მაგიებიც, კი. აქ იყო მაგიებიც. წყევლა, კრულვა, არ ვიცი, რაც გინდა ის დაარქვით, მაგრამ იცოდეთ რომ ეს ადამიანი გითვალთვალებთ, კი. შორს არ წასულა მეგობრებო. იცოდეთ რომ ახლოსაა. კიდევ თქვენი ენერგიები, თუმცა თქვენ ამას გრძნობთ მეგობრებო, აი თქვენს ენერგიებში ამოვია. თქვენ ძალიან კარგად იცით. თქვენ შორის ძალიან დიდი მანძილია, თქვენ შორის საზღვრებია, თქვენ შორის არის საკმაოდ დიდი საზღვარი. შორი, კი, შორს მანძილია. ძალა გაქვთ გამოლეული უკვე. ბევრი თქვენგანი დეპრესიაში ხართ, ბევრი თქვენგანი სტრესში ხართ, გაუგებრობაში ხართ. ძალიან დაიღალეთ ამ ზედაპირულობით მეგობრებო, ერთი სიტყვით რო ვთქვათ. ძალა გაქვთ უკვე გამოცლილები, ხო, აი ამ გაუგებრობებით. ბევრ თქვენთაგან სტატუ აქვს ხელზე. ვის გაქვთ მეგობრებო? ბევრ თქვენთაგანს გაქვთ რაღაც ნიშანი ხელზე. მარჯვენა ხელზე. აქ მარჯვენა ხელს მაჩვენებს. და ბევრ თქვენთაგანს გიყვართ კიდევ აი თითქოს და პროფილი, სახის მთლიანი ჩვენება არ გიყვართ. ვინ ხართ ესეთები, არ ვიცი, რამდენ ხანს თან დაემთხვევა, არ ვიცი, უბრალოდ თქვენი აღწერილობა. ბევრს კიდევ ესეთი ფერის თმები გაქვთ, ხშირად ესე გიყვართ სახის მალვა. ბევრ თქვენთაგანს გაქვთ აი ხელზე ტატუ ან რაღაც შრამი გაქვთ მარჯვენა ხელზე, განსაკუთრებით მარჯვენა ხელზე. ბევრ თქვენთაგან ძალიან გიყვართ თვალების ამოკრა სკვა, რო იტყვიან, გაქვთ სქელი წარბები, გიყვართ კეპი და გიყვართ სპორტული ტანსაცმელები. მაპატიეთ. კი, შრამი, განსაკუთრებით შეიძლება გქონდეთ შრამი, კი. რაღაც ჭრილობის მაგვარი შრამი. კიდევ შეიძლება ესეთი ინფორმაციაც მომდის, შეიძლება გქონდათ სტატუ და მოიშორეთ და ესეთ შრამად გაქვთ. არ ვიცი, რაღაც მსგავსი მეგობრებო. ხო, რიჟიკა ვარ, მაიტამე ვარო. ხო, მე მომწონს რიჟიკები მეგობრებო. კიდევ ბევრ თქვენთაგანს ქონიათ ისეთი სიტუაცია, რომ აი მაპატიეთ ახლა მეგობრებო, თუმცა ახლა რასაც ვიტყვი არ მომწონს და არა ეს მისაღები ჩემთვის, მაგრამ აი ბევრ თქვენთაგანს სიკვდილი გინატრიათ, არ ვიცი რა გქონდათ ესეთი წარსულში, მაგრამ სიკვდილი გინატრიათ. გდომებიათ. ხო, ანუ ესეთი რაღაცაც გითქვიათ, შეიძლება უირათ მინდა სიცოცხლე, აღარ მინდა სიცოცხლე. შეიძლება გითქვიათ, რომ ღმერთო მომკალი, ნუ რაღაც მსგავსი, არ ვიცი, რაღაც სიკვდილთან დაკავშირებული იმ ქვეყნად წასვლის რაღაცნაირი სურვილი გქონიათ. ან შეიძლება ვინმე ისეთი ადამიანი გყავთ დაკარგული, ვინც ძალიან დღემდეც გტკივათ. შეიძლება ესეც იყოს. არ ვიცი, რამდენს ხო, კიდევ რაო, კიდევ თქვენი ენერგიები. ხო, თქვენი ენერგიები არის თითქოს რაღაცით შეპყრობილები ხართ მეგობრებო, ვინ რაზე ხართ დამოკიდებული, არ ვიცი. ძალიან ისეთი აი ესე დავმალავ, ძალიან ისეთი ადამიანები მიყურებთ. აქ არის ძალიან ელეგანტურები, ძალიან სექსუალურები, ძალიან ლამაზები, მიმზიდველები, ერთგულები, აი არ ვიცი, ძალიან ისეთი თბილი გულის და სუსტი გულის ადამიანები მიყურებთ, ყველაფერი გულთან მიგაქვთ, თუ კი ადამიანს შეეჩვევით, მე ძალიან გიჭირთ მათთან გაშორება, მოდი ასე ვიტყვი და ესეც არ შეიძლება. და მოკლედ ხო, კი. კი, ბევრ თქვენთანგანს რიჟითმები აქვს, კი, მოწითალო, რაღაცნაირი ჩალისფერი თმები აქვს ბევრ თქვენთაგანს. კი, აქაც ესე მაჩვენებს და აქაც ესე ჩანს, რომ რაღაცნაირი ფერის თმები გაქვთ. შავი არა ყოველ შემთხვევაში და წაბლისფერი, უფრო მოწითალოში რო გადადის. კი ბატონო, შეპყრობილები ვართ. ბევრი თქვენთაგანი დამოკიდებულია ვიღაცაზე და რაღაცაზე მეგობრებო. ეხლა არ ჩამოვთვლი, ალბათ მიხვდებით, რასაც გულისხმობ ადამიანებზე, სამსახურზე, ფინანსებზე, სიტუაციენშენზე და სიტუეიშენზე, ხო და რაღაცეებზე. ბევრი თქვენთაგანი ძალიან რისკიანები ხართ, გიყვართ გარისკვა, ექსტრემალი ხართ ძალიან ბევრი თქვენთაგანი. ბევრს უყვარს სიჩქარე, ჩქარი, მგზავრობა უყვარს. ბევრს უყვარს კიდევ თუნდაც ეს პარაშუტები, ესეთი რაღაცები გიყვართ ძალიან გიყვართ, კი. ხო. კიდევ რაო.
ხო, კიდევ რაო. კიდევ თქვენი ენერგიები და თქვენი დახასიათება მეგობრებო. გიყვართ ყოველთვის ფიქრი, ხშირად ფიქრობთ. ფიქრი გიყვართ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ანალიზი გიყვართ, ფიქრი გიყვართ. ყოველთვის გონებაში რაღაცებს ფიქრობთ, აანალიზებთ. აი რაღაცებს, არ ვიცი ხა ზუსტად ვერ გადმოვცემ, მაგრამ ხო, რაღაცებს აანალიზებთ. ძალიან ერთგულები ხართ. აი ხო გეუბნებით, ძალიან ერთგულები ხართ, ძალიან სანდო ადამიანები ხართ. აი ერთგულები, სანდოები, რწმენა გაქვთ ძალიან, მეგობრობის გწამთ, თქვენ გწამთ. თქვენ ხართ ესეთები. კიდევ. ხო, კიდევ რაო, სამართლიანები. შეგიძლიათ ბოდიშის მოხდა. კი ბატონო, ბევრ თქვენთაგან შეგიძლიათ ბოდიშის მოხდა. შეგიძლიათ კიდევ ადამიანებზე პატიება, მაგრამ საზღვარი უნდა გქონდეს ამ ყველაფერს. რამდენჯერ უნდა აპატიოთ? მე რჩებით თქვენ წაგებულები და გულნატკენები, დამსხვრეულები, დანაკუწებულები მეგობრებო. ხო. შეგიძლიათ ადამიანს აპატიოთ და გაუშვათ უნდა. უკან აღარ უნდა დაიბრუნოთ, ხო იცით მეგობრებო? შეიძლება აპატიო ადამიანს, მაგრამ არა იმიტომ რომ დაიბრუნო, არა იმიტომ რომ სულიერად თქვენ თვითონ გააგრძელოთ თავისუფლად ცხოვრება. აი ამიტომ, ხო. კიდევ თქვენი ენერგიები. საინტერესოც დაიწყო. ბევრი თქვენთაგანი ძალიან ბევრ კონფლიქტში მოხვედრილ ხართ. აი აღმოჩნდით კონფლიქტურ სიტუაციაში. აი და ეს იყო თქვენი რაღაც შეუთავსებელი, ანუ თქვენ არ გიყვართ კამათი, ჩხუბი, აი სადაც ეს სიტუაციაა, თქვენ იქ არ ხართ. გაუგებრობა არ გიყვართ. იმიტომ რომ მე ძალიან გამძიმებთ. ხო. არ შეგიძლიათ თამაში, არ შეგიძლიათ ორპირობა, ნიღბები არ შეგიძლიათ. თუ კი რაიმე შემთხვევა გიწევთ და ნიღბის ტარება გიწევთ, მეგობრებო, ძალიან ცუდად გრძნობთ თავს იქ თქვენ. მინდა გითხრათ. ხო. აი თქვენი არაა ნიღაბი. შეიძლება მართლაც გიწევდეთ ზოგჯერ ნიღბის კეთება და ტარება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს თქვენი არ არის. ძალიან ცუდად გრძნობთ თავს შით. ნიღბის სიტუაციაში ძალიან ცუდად ხართ. კი, არ გიყვართ. ერთი სიტყვით. და კიდევ 1-2 დასტა და ხო დღეს მთელი დახასიათება მხოლოდ თქვენს ხო აი ხო გეუბნებით გარბი ხართ ნიღაბს გაურბი ხართ ნახეთ უბრალოდ ნიღაბს გაურბი ხართ ნიღბიან ადამიანებს ადრე არ ვიცი როგორ იყო მაგრამ ეხლა უკვე გაურბი ხართ ტოვებთ წარსულში კი და მიდიხართ თქვენი ოცნებებისკენ, ანუ არ ჩერდებით იქ, სადაც ნიღბიანი ადამიანებია, თქვენთვის ეს უკვე უცხოა. კიდევ. მოკლედ მეგობრებო. მოკლედ ეს არის თქვენი სიტუაცია ეხლა, რომ წარსულ შეცდომებზე ძალიან ბევრს ფიქრობთ. მოდი ასე ვიტყვი. ძალიან ბევრს ფიქრობთ წარსულ შეცდომებზე, აქედან გინდათ გამოსვლა, ეს არის თქვენთვის ლაბირინთი, თუმცა მე გეტყვით ერთ რაღაცას, რომ ძალიან დიდად არინერვიულოთ ამაზე, ეს უნდა გაგევლოთ თქვენ ეს გზა, ამიტომ იმას არ ჩაეციკლოთ ეხლა, რომ ვაიმე როგორ დავაშავე წარსულში და როგორ დამემართა და საკუთარ თავს, მიაყენებთ ჩიხში მეგობრებო. ეს ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს და შეცდომები ყველა შეუძლია, რომ შეცდომებში შევიდეთ, ამიდან დაზღვეულები არ ვართ. უბრალოდ მივიღოთ ეს სიტუაცია და შეგვიძლია გამოვასწოროთ. კი ბატონო, ამიტომ ხო, დიდხანს არ გაჩერდეთ ამ შეცდომების ფიქრებში, იმიტომ რომ ეს კარგს არაფერს აღარ მოგიტანთ უკვე, ეს თქვენთან უკვე აღარ მუშაობს. ამიტომ იყავით გულღიები, მოусმინეთ თქვენი გულის კარნახს, აპატიეთ საკუთარ თავსაც და გააგრძელეთ ჩვეულებრივად ცხოვრება. მიიღეთ უბრალოდ სიტუაცია, პანიმანია, მეგობრებო. ხო. ამიტომ არინერვიულოთ იმაზე, რაც იყო უკვე. ეს ასე უნდა მომხდარიყო ალბათ, იმიტომ რომ გავზრდილიყავით. ამაზე დიდხანს არ ვინერვიულოთ. რა თქმა უნდა, მესმის თქვენიც. უბრალოდ ეხლა მე მაგალითად, აი მე თუ მკითხავთ ეხლა მეგობრებო, ხო? მე შინაგანად ვარ განადგურებული, მაგრამ გარეგანად ამას ვერავინ ვერ შემატყობს. ზოგადად არც მიყვარს მე ჩემი პრობლემები სხვასთან დიდხანს საუბარი და მოყოლა, ვინც მიცნობს, ისედაც მიცნობს, კარგად, ვინც არ მიცნობს და იმისთვის საჭიროდაც და არ მიმაჩნია, რომ ვინმეს რაიმე აუხსნა, მაგრამ მაინც საკუთარ თავს ნიღბით ვატარებ, რომ არ დავანახებ არავის ჩემს ტკივილს, მეგობრებო. ესეც ძალიან რთულია, არ არის ადვილი.
არავის უბრალოდ არ მიყვარს. არ დავანახებ მე ჩემს ცრემლებს, ჩემს გულის ტკივილს არავის. ძალიან ერთეულები თუ შემამჩნევენ და დამინახავენ. იგით თუ ვიტყვი, თორემ ყველასთან არა. ამიტომ ძალიან ძნელია ნიღბის ტარება. ძალიან ძნელია, ზოგჯერ გვიწევს, სხვა გზა არ გვაქვს. არა იმიტომ რომ რამე, არა უბრალოდ საკუთარ თავს არ ვაძლევთ იმის უფლებას და მტრების გულს არ გავახარებ. უბრალოდ ამიტომ, თორემ მეტი კი არაფერი. მეტი არაფერი მეგობრებო, ხო. კარგით. ეხლა მე მინდა თქვენი პარტნიორი აღწერო. რას მეტყვით? თუ ნებას მომცემთ? მეგობრებო. ხა. თუ ნებას მომცემთ. თქვენის ნებართვით? არ გავახარებ, ვერასოდეს გავახარებ, არა, არ გავახარებ მაგით. მტერს არ მივანიჭებ დიდ სიხარულს და მაგის ბედნიერებას, რომ ჩემს თვალზე ცრემლი დაინახონ. კი, არა მეგობრებო, ეს არ გამოვა. ეს ვაიმე უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა, ნინი, უღრმესი მადლობა. ხო, აბარა. ეხლა ჩვენ მაგის გარეშე აქ ხო ვერ ვიხალისებთ. ნახოთ ერთი ვინაა პარტნიორი. აბა ნახოთ ეხლა. კარგი კითხვა იყო, ვინაა პარტნიორი და რას წარმოადგენს ეხლა? რა ვითარება, რა წოდება? ეს რა დოზანა? ხო, აბა ნახოთ ეხლა. ხა. ახლა ბატონო, ვინაა თქვენი პარტნიორი? ძალიან მაინტერესებს. ვინაა და რას წარმოადგენს? ჩავიფიქრეთ, ხო? აბატონო, გაურკვევლობაშია. ვინაა თქვენი პარტნიორი? აბატონო. ერთი და იგივე, ამით დაიწყო თქვენი? აღწერა და თვითონაც ამით იწყებს. აი, თქვენს ენერგიებში ამეთი ხო გეუბნები? ადამიანი, რომელიც თავისი გეგმების შესრულებას ფიქრობს და ამის ძალიან დიდი სურვილი აქვს. ესაა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. ვინ არის თქვენი პარტნიორი? ადამიანი, რომელიც თავის ნამდვილ სახეს არ გაჩვენებს. ადამიანი, რომელიც ნიღბით არის შემოსული ყოველთვის. ვინაა თქვენი პარტნიორი? თქვენი პარტნიორი ის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი არის ის, ვისაც ძალიან დიდი ბოდიში აქვს მოსახდელი თქვენთან. მოდი ასე ვიტყვი. ძალიან დიდი რამ დაგიშავათ ამ ადამიანმა. გულის შეტევა დაგმართათ, ინსულტი, ინფარქტი, მიკროინსულტი, ვის რა დაგმართათ მეგობრებო? გული ვის გაგიჩერდათ, ვის გაგიყინათ, ვის გაგყინათ მეგობრებო? თუმცა შემიძლია ერთი რამე გითხრათ, ორივეს აი ის ნაპერწკალი არის თქვენ შორის. ნაპერწკალი თქვენ შორის უკვე მოხდა. თქვენი შენს დახასიათებას ვერ მოუსწარით, თორემ აი ამ წუთას დავიწყეთ, ჩაიფიქრე ახლა პირდაპირ პარტნიორი. მორიელ, ჩემო კარგო, მისი ცოდვით არა, შენი ცოდვით დაიღალე, შენი საცოდავებით დაიღალე. ხო. დაანებე აწი იმას თავი. თქვენი პარტნიორი მეგობრებო, ძალიან დამნაშავია თქვენთან, ძალიან დიდი ბოდიში აქვს მოსახდელი, ძალიან დიდი ტვირთი ადევს თქვენი ცოდვის, თქვენი ადამიანობის, თქვენი გულის ტკივილის ძალიან დიდი ცოდვა ადევს. მოდი ასე ვიტყვი, ხმამაღლა ვიტყვი ოღონდ ამას, არ შემწხვება ამის თქმის. თუმცა ამბობს იმას, რომ აი ეს ნაპერწკალი მოხდა თქვენ შორის, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ხო თვითონ ამბობს ამას მეგობრებო, ეს ახლა მისი ენერგიებია, თვითონ ამბობს ამ ყველაფერს. ხო, ეს ადამიანი ძალიან დამოკიდებულია თქვენზე. თქვენ ხო არ გონიათ, რომ მას უთქვენოთ შეუძლია, არ იფიქროთ, რომ ამ ადამიანს შეუძლია ან როდესმე შეძლებს თქვენს გარეშე ყოფნას. 1000% გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ადამიანი თქვენს გარეშე გამორიცხულია. არა. ძალიან დიდი ჯაჭვი ადევს თქვენგან. აი ნახეთ, რაც ეს უკეთია, ეს წარმოიდგინეთ, ახლა ყველა არის ჯაჭვი. სულში, გულში, მთელ სხეულში აქვს გამჯდარი. არ გეგონოთ ადვილი იყოს მისთვის ეს სიტუაცია. სასწაულ დღეშია. ხო. სასწაულ დღეშია მეგობრებო. კიდევ მისი ენერგიები. კარტის გადაჩეხვის საშუალებას არ მაძლევს უბრალოდ. მისი ენერგიები. ძალიან კარგია, ხო?
ხო, ეს ადამიანი კიდევ მეორე შანსს ითხოვს და ნახეთ ქვემოდან ამის ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ მიიღებს ამ შანსს. რატომ აქ არ ვიცი ამის იმედი, მაგრამ აქვს კი. ძალიან დიდ ტკივილშია, ეხლა იცოდეთ. ორ მაგ დარტყმას ღებულობს ეხლა სამყაროდან ეს ადამიანი. თქვენ ხომ მოგაყენათ დიდი ტკივილი და დარტყმა, აი ზურგიდან დარტყმა ქვია ამას, დანით დარტყმა, დაკლა. დაგკლათ ამ ადამიანმა. სასაცილო არა, სატირალი რომ არ იყოს, ხო? მეგობრებო. ხო, ეხლა თვითონ გადის ამ ყველაფერს. აი, რა ტკივილი აქვს, ნახეთ? ხო. ხო, აბატონო, მეგობრებო, ერთი წუთით. მოკლედ, ასეთი ძალიან დიდი ტკივილი აქვს. ის, რაც თქვენ დაგარტყათ ზურგში და ამ ადამიანმა არ ვიცი რა გაგიკეთათ ასეთი და რა ტკივილი მოგაყენათ, მაგრამ ის, რაც თქვენ მოგაყენათ, 10 მაგათ ჭირს მას, მეგობრებო. 10 მაგათ, 2 მაგათაც რომ სჭირდეს, აი წარმოიდგინეთ თქვენ როგორ გტკიოდათ და ეხლა ორჯერ კიდევ ზემოდან მას რო სტკივა. ხო. კიდევ მისი ენერგიები. ხო, შორს ხართ, თქვენ შორის ძალიან დიდი მანძილია. ძალიან დიდი მანძილია, ძალიან დიდი დაბრკოლებაა. ძალიან დიდი ემოციური ფონი აქვს ამ ადამიანს, ჭკუიდან გადაყავს ამ ყველაფერს. ამ ყველაფერს ეხლა მას რა სჭირს, რაც სჭირს, ჭკუიდან გადაყავს, მეგობრებო. კიდევ, მეგობრებო, ნახეთ? არ ვიცი, როგორც წავიდა დაბინძურებული ფეხით რო იტყვიან, აი ისია ეხლაც. ნახეთ, როგორი ჭუჭყიანი აქვს ფეხი. ეს დაბინძურებული ფეხი წასვლა იმას არ ნიშნავს, რომ ვინმესთან გაიქცა, მეგობრებო. არა. მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ადამიანის წასვლა ჩვენი ცხოვრებიდან. უბრალოდ თქვენ სიტუაციას მოერგეთ. ვის რა და ვის რა გაქვთ. ხო, ეხა არ ჩამოთვლი ყველას. კიდევ. ხო. მისი ენერგიები, მისი situation. გაავებულია. აი მისი ენერგია. განახოთ გინდა ქვემოდან რა არის? გინდათ განახოთ? აი, ნახეთ? რა აქვს? მოუკაკუნა კარმამ. აი ესეც ჩვენი კარმა, მეგობრებო. ხო. კარმა მოუკაკუნა კარზე. კარმამ კარზე მოუკაკუნა. გამიღე კარებიო, ასე უთხრა, მოვედიო. ხო. აბატონო. ჩემო ლამაზებო. ჩემო სიმპათიურებო, ჩემო მომხიბვლელებო და ჩემო ტკბილებო. აბატონო. კარმამ მოუკაკუნა კარებზე. გამიღე კარებიო. აბა სიკვდილი მას ჩამოხჩობა, მეგობრებო. ხო. ოღონდ ამას როგორი სიკვდილი ჩამოხჩობა აქ, იცით, მეგობრებო, კისერში კი არა აქ მოჭერილი. ქვემოთ აქ მოჭერილი. ქვემოთ აქ მოჭერილი. გამოსახულებას ხედავთ, მეგობრებო? ბაწარი სადა აქ მოჭერილი? დამბულიყავენ პოლნი პროგრამეო რო იყბიან. ხა. ხო, ანა მარია მიხთი ახლა შენ მე რასაც ვამბობ, კი მიხთები, კი. სად და იქინე. იქინე. და იმის იქით. ოღონდ კისერში არა, ყვევით. აი, აღარ შევიძლია, ამოვყირავდი. ხა. ხო, უბრალოდ შეხედეთ ახლა მეგობრებო, გამოსახულებას დააკვირდით. ხა, გამოსახულება აგერზევით და ბაწარი აქ ყვევით მოჭერილი. კარგად იყავიო, ასე უთხრეს ახლა. ხო, გადასარევი ფოტოა. ჩამი კოკლოზინდა გული. აი, ამოვყირავდი, აღარ შევიძლია. ემასე. ხა. ზუსტად მისი შესაბამისი ფოტოა, მეგობრებო. ქალბატონებო, მამაკაცებმა მომიტევეთ ახლა ბიჭებო, უბრალოდ ქალბატონებზე გავამახვილებ ყურადღებას. თქვენ ვიცით, თქვენი პატიოსნებაში მე ეჭვი არ მეპარება, ჩემო ძვირფასებო, ჩვენც მაკაცები ვართ. ქალბატონებზე ვამახვილებ ყურადღებას. ქალბატონებო, თქვენი პარტნიორი გაბაწრულია. თქვენი ქალბატონი, თქვენი პარტნიორი გაბაწრულია და იმდენად ერთგულია თქვენი, არ იეჭვიანოთ საერთოდ. ხა. ბორგავს კი, არ იეჭვიანოთ. ხა. არა, მეგობრებო, არსად არაა წასული იცოდეთ, ვერ წავა ვერსად. ხა. ამ ფერები ვართ ჩვენ. თეო.
ჩვენ ასე ვართ. ჩვენ ასე ვხიარულობთ აქ. ჩვენ აქ კონცერტები გვაქვს. ექიმიც ვერ უშველის, მაგის ექიმი თქვენ ხართ. ხო, თქვენზეა დამოკიდებული ახლა. მოარჩენთ თუ მოკლავთ იმ ბაწვით. ხო. გაიხარეთ. მეც თქვენთან ძალიან კარგად ვხალისობ. მზე მომანათა აგერ, მისი ჭირი მეთქვა. ხო. აი ასე მეგობრებო. ზამთრის ენერგიებში გადავედით და თქვენი პარტნიორიც გაიყინა, კარმამ მოუკაკუნა. მისი ჭირი მეგობრებო, ძალიან ლამაზად ჟღერს ახლა ეს ყველაფერი. ზუსტად. გავაგრძელებ მისი ენერგიები. აბა ბოლოს კარმამ რა გვითხრაო? კარმამ რა გვითხრაო? კარმამ რა გვითხრაო, მეგობრებო. ნახე ხელფეხი როგორ შეუკრა ყველაფერმა. ვეღარც იქეთ მიდის, ვეღარც აქეთ მოდის, არც ხელები აქვს თავისუფალი, არც ფეხები აქვს თავისუფალი, არაფერი თავისუფალი არ აქვს. ყველაფერი დამბული და აი დაბორკილია, მოიცადეთ რა ქვია იმ სიტყვას? აუ მეგობრებო, როგორ ვიდა ეხლა ის სიტყვა თქვა, ჩემი ძველი წინაპრები ამბობდნენ ამ სიტყვას, ხმარობდნენ ამ სიტყვას. აუ ღმერთო გამახსენე. ხო, აი უყურეთ რა ხდება ეხლა აქ. მრავალ მხრივად ეს ადამიანი შეზღუდულია უკვე. მრავალ მხრივად შეზღუდულია მეგობრებო. არ გეგონოთ ადვილი ეხლა მისი მოსავლელი, ეს მისი მოსახდელი. ამ გზას მაგი ვერაულიდა გვერდს ვერაფრით. თავისი საქციელებით ისე იყო შემოფარგლული, რომ ამ გზას ვერაულიდა გვერდს. აი ეს ამ კარმას მაგი გვერდს ვერაულიდა მეგობრებო. ტანში ქონდა. ხა. ტანში ქონდა ამას. დაკოდილი? ხო, მეგობრებო, მაპატიეთ, მაგრამ ზედ გამოჭრილი სიტყვა. ხო. ვერსად ვერ გეიქცევა მეგობრებო. ვინც მიყურებ ახლა არ აქვს მნიშვნელობა, შენი პარტნიორი, ვერც იქით წავა და ვერც აქეთ. გინდ მამაკაცი მიყურებდეთ და გინდ ქალბატონი მიყურებდეთ, მნიშვნელობა არ აქვს. გაგიხარებთ გულს, ყველანაირად გზა მოჭრილი აქვს. კარმამ მიუკაკუნა და დამთავრებულია მისი საქმე. კუთხეშია მიმწყდეული მეგობრებო. ვერც იქეთ მიდის, ვერც აქეთ მიდის. всё. ახლა თქვენი ერთგული. არი ეჭვიანოთ. არსად ვერ წავა ვერსად. არ უშვებს სამყარო არსად. ხელებით შეკრული აქვს და ფეხებიც. დამთავრებულია მისი საქმე. პესნია. კიდევ მისი ენერგიები. დასჭირს. ნახეთ? მოვიდა დრო. მოვიდა მისი დრო. მოვიდა მისი დაბორკვის დრო. მოვიდა მისი ჩაკეტვის დრო. მოვიდა მისი გაჩერების დრო. ხო, იმიტომ რომ უყურეთ ქვემოდან რა კარტი ამ ადამიანმა უნდა გაიაზროს, მისთვის მნიშვნელოვანი რა არის. რა არის მისთვის ფასეული. აი როგორი ურთიერთობა უნდა, როგორი პარტნიორი უნდა, ზოგადად უნდა მიხვდეს, კარგი და ცუდი უნდა გაარჩიოს მეგობრებო ამ ადამიანმა. ხო, ჩამოვთვალია ცოცხლად. უნდა გაიაზროს, როგორი ურთიერთობა უნდა. როგორი ურთიერთობა უნდა ამ ადამიანმა უნდა იცოდეს. ესეთი თუ ისეთი. ახლა რო აქვს და რო ქონდა თქვენამდე და უთქვენოთ, როგორი უნდა. მისი პოზიცია ეხლა. კარგად იჯდეს აქანი ამ ყინვაში ასე ახლა კაკრას ამის დროა მეგობრებო, რომ აი ასე იჯდეს ზღვაზე და გაიყინოს. ძველი მე გაიყინოს და ახალი მე დაიბადოს. მეგობრებო, ნუ რა ვთქვა? აი ხო ხედავთ. ხო. ძველი მე გაიყინოს და ახალი მე დაიბადოს. რა ვქნა? თქვენთან ერთად. ამიტომ უნდა იყოს ახლა ამ კრიზისში. უნდა იყოს და იჯდეს, რომ თავიდან ცხოვრება დაიწყოს, რომ ახალი დაიბადოს, აი ლილია, რომ აი გამოიღვიძოს, რომ გაათბეს, რომ ტვინი გაუთბეს, რომ გული გაუთბეს და რომ აქ იყო ბევრი შემთხვევაში ხო გეუბნებით. თქვენს დახასიათებაშიც ამოვიდა ეს მისი ენერგიებიდან გამომდინარე, რომ ბევრი შემთხვევაში არის ადამიანების ჩარევები, ზეწოლები, აქ შეიძლება იყოს მაგიებიც, ნეგატივები. ბევრი შემთხვევაში ეს ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან ამაყი, აი ზეამაყი და ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი. ვერავინ ვერავის ვერ უშველის და არა ავალდებული ვინმეს ვუშველოთ.
არავინ არ ვართ ვალდებული ვინმეს ვუშველოთ. სრულწლოვანია ყველა, ამიტომ ყველა მუშველოს უნდა თავის თავს. თქვენ ვინმე გიშველათ მეგობრებო? თქვენთან საშველად ვინმე მოვიდა, ჩემთან არავინ არ მოსულა და თქვენი არ ვიცი. მასწავლეთ თუ იცით რამე. თუ რამე მსგავსი იცით, მასწავლეთ. ხო. აი ხო გეუბნებით ამ ადამიანს თქვენთან უნდა ოჯახი ეს თქვენთანაც ამოვიდა. მაგრამ იმდენად ამაყია გრძნობას, ამ სიამაყის გრძნობას მეგობრებო სიყვარული აქვს. ძალიან დიდი სიყვარული აქვს, მაგრამ იმდენად ხერია და იმდენად ამაყია, ხო, ამ სიამაყეს ვერ ტოვებს ნაგავსაყრელზე. ხო. ვერ ტოვებს ნაგავსაყრელზე მეგობრებო. ეს არის მისი წარსული ცხოვრებიდან გადმოყოლილი რა ქვია ამას? კარმული გაკვეთილი. ხო. ეს არის წარსული ცხოვრებიდან გადმოყოლილი მისი გაკვეთილი. იმ ცხოვრებაში ვერ გამოასწორა და ამ ცხოვრებაში უნდა გამოასწოროს. ეს არის თქვენი როცტვენიე დუში, სულიერი, სულმეითი და თვითონ ფიქრობს. თვითონ აი ნახეთ მეგობრებო, კიდევ ვერ მიხდა ამ ადამიანმა ვიხართ თქვენ მისთვის. და ეხლა ფიქრობს, ნახეთ რას მიშლენი, ეხლა ფიქრობს თქვენ ხო არ ხართ მისი სულიერი მეგობარი იმ ცხოვრებიდან გადმოყოლილი, რომელსაც გაურბოდა აქამდე. ხო, რომლითაც შეპყრობილია, რომლითაც აი არ ვიცი მეგობრებო, სასწაულ დღეშია. ეს ადამიანი ხედავთ პერსპექტივაში, რა ვთქვა, მაგრამ არ ვიცი ხა როგორ ვთქვა, მაგრამ გამოღვიძება თუ დაეწყო, მე მგონი სადღაც 1%-ის უკვე დაწყებული აქვს იმის გააზრება, რომ თვითონ ფიქრობს, რომ ხო არ ხართ მისი სულმეითი, სულიერი, აი მისი სულიერი ნათესავი. ხო. წარსულიდან მოყოლილი, გადმოსული, ხო, მეგობრებო. თან კარმული პარტნიორი ხო არ ხართ მისი. სასწაული თუ გინდოდეთ. ცით რა ამ ადამიანს არ უნდა სიმართლეს რო თვალებში ჩახედოს და ამ ყველაფერს გაურბის, ეშინია მეგობრებო. ძალიან დიდი სიყვარული აქვს, მაგრამ ამ სიყვარულის ეშინია. ვერა დალაგებული ხო იცით? ხო. ძალიან ბევრი ეცადა უთქვენოდ გაგრძელება ცხოვრების, მაგრამ არ გამოუვიდა. არც გამოუვა. არ გამოუვა. კარმულ პარტნიორს გვერდს ვერაული მეგობრებო. თქვენ ხართ მისი კარმა. აი ზუსტად. Здрасте. ძალიან უნდა გაქცეულიყო, მაგრამ თქვენ როგორც კი გამოჩნდით მის ცხოვრებაში, აი რუსებმა რო იციან Здрасте. Всё. დამთავრებულია. მერე რა სხვადასხვა გვარის რო ხარ მორიელ. მერე რა კარგით. კიდევ მისი ენერგიები. ხო გეუბნებით, ამ ადამიანს ძალიან უნდა თქვენგან გაქცევა, მაგრამ Здрасте. ვერსად ვერ გაგექცევათ მეგობრებო. რაც არ უნდა თქვას უარი თქვენზე ამ ადამიანს, თქვენ მაინც ვერ გაგექცევათ. საკუთარ თავს როგორ ეწინააღმდეგება შეხედეთ. მოკლედ ამ ადამიანმა უნდა ისწავლოს შავი და თეთრის გარჩევა. ამ ადამიანმა უნდა ისწავლოს და უნდა ისწავლა ამ ადამიანს თქვენი ფასი, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ, რამდენად ფასეული ხართ, რამდენად ძვირად ღირებული ხართ მისთვის. აი ფაქტიურად შეუფასებელი ადამიანი ხართ. ძალიან ისეთი ხართ, აი ვაჟნას, აი საჭირო ადამიანი ხართ მისთვის, მეგობრებო. ეს უნდა გაიაზროს, უნდა გაეაზრებინა ამ ადამიანს. თქვენ ხართ მისი возможность, თქვენ ხართ მისი ანუ თქვენთან ერთად ამ ადამიანმა უნდა გარისკოს თქვენთან ყოფნა, უნდა გაერისკა, უნდა ყოფილიყო თქვენთან ერთად, რომ მიმხვდარიყო თუ რამდენად აი იცი როგორი ხართ მისთვის, აი თქვენ ხართ მისი აი თქვენთან ეს ადამიანი თავისუფლდება ყველაფრიდან, ყველანაირი კარმული გაკვეთილიდან თავისუფლდება ეს ადამიანი თქვენთან ერთად. აი რა ვთქვა, არ ვიცი. როგორ მოვიტანო თქვენამდე, თუმცა ნახეთ როგორ აგული დამძიმებულია, აბა რა იქნება.
ტრანსფორმაცია დასასრული და ტრანსფორმაცია. ეს ადამიანი არის ტრანსფორმაციაში, მეგობრებო, ძალიან ცუდათაა. ამ ადამიანს აქვს ტრანსფორმაცია ეხლა და ძალიან ცუდათაა. ძალიან კარგია რომ ცუდათაა, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება, ხო? სამყარომ შეიყვანა გამოუვალ სიტუაციაში. სამყარომ შეიყვანა აი მოიმწყდია კუთხეში რო იტყვია და ეხლა რაც ჭირს ამ ადამიანს დაიმსახურა. სხვანაირად უკაკუნეს და ვერ ჩაუკაკუნეს, მეგობრებო. ამიტომ ეხლა უბრახუნებენ თავში კომბალს, რასაც ქვია, რომ ეს ადამიანი თავიდან დაიბადოს. მე არ ვიცი ახლა თქვენ რამდენად მიიღებთ ამ ინფორმაციას, უბრალოდ მის ენერგიებს ვკითხულობთ, დანარჩენებს მე გავაგრძელებთ, ახლა ჩვენ კიდე დაგავიგებთ. ყოველ შემთხვევაში ხო ძალიან ჩაუბრახუნა უკვე სამყარომ ამ ადამიანს, შეიყვანა გამოუვალ სიტუაციაში, ეს ადამიანი ახლა შეიძლება იჯდეს და სახეს იხოკავდეს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ისეთი სიტუაცია ქონდეს, რომ მართლაც ხვდებოდეს უკვე რაც ჭირს და რატომ სჭირს, იმიტომ რომ დაიმსახურა, იმიტომ რომ თქვენი გაბრაზება და წყენინება ასე ადვილად არ ჩაუვლიდა გვერდს, არ შეიძლებოდა. მინდა გითხრათ? ხო, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, რაც ჭირს ეხლა მას, სჭირს, იმიტომ რომ დაიმსახურა. სამყარომ ასე ჩათვალა, ესაა სამყაროს კარტი და გამოუვალი მდგომარეობის კარტი და მერე დაბადების კარტი. ანუ ეს ადამიანი არის ტრანსფორმაციაში და ამ ადამიანს ამ ტრანსფორმაციიდან ეძლევა შანსი, რომ თავიდან დაიბადოს. ეხლა მე არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება ეს, მაგრამ ამ ტრანსფორმაციაში შეიყვანა სამყარომ, რადგან მისით არის სურვა, იმიტომ რომ ძალიან ძნელია, ეს ადვილი არ გეგონოთ, ჯოჯოხეთია. ჯოჯოხეთზე ახლა ხელს არავინ არ აწერს ნებაყოფლობით, ამიტომ სამყარომ მიაძუნძულა იქ, სადაც ეკუთვნის. ხო, ჩემო ძვირფასებო, გული აქ ძალიან დამძიმებული. აი როგორ აქ. ხო და ჯოჯოხეთი ესეთია. ხო, სხვანაირად არ ვიცი. კი ბატონო, ძალიან კარგად ხდება, მეგობრებო. უბრალოდ ამას თქვენ არ გეტყვით, მაგრამ ხდება კი. ძალიან კარგად ხდება ყველაფერს. არც ისეთი უჭკუო ჩანს, უბრალოდ თქვენთან არ იტყვის, ამას და თქვენ არ გეტყვით, მაგრამ სამყარო იმ ფერდღეში შეიყვანა, რომ ღმერთო ჩემო თავბერს აწევლიებს. ამიტომ მეგობრებო, არი ნერვიულოთ თქვენ არაფერზე მიუშვით. აი ხო იცით, ხო გაგიგიათ, ურჩი მიუშვი ნებასაო. ხო. აბატონო, რაც დაიმსახურა, იმას იმკინს, წარსულში რჩება მისი ბევრი ცხოვრება. ხო. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, დაელოდოთ უნდა. თუ გაქვთ სურვილი, თუ არ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ არც დაელოდოთ და გააგრძელოთ თქვენი ცხოვრებით, იცხოვროთ. დაკავდეთ თქვენი საქმიანობით, თქვენი ცხოვრებისეული ინტერესებით და თქვენი ცხოვრება შეცვალოთ უკეთესობისკენ. მეტი არაფერი გევალებათ. ისეთი მზეა, მეგობრებო, რომ აი ხედავთ, ხო? ძალიან კარგი ამინდი მაქვს გარეთ. ეხლა თქვენთან რომ დავამთავრებ აი ამ ყველაფერს, მერე წავალ გარეთ, მეგობრებო, ისევ და გავისეირნებ მზეზე. ხა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ხო არ დავიღალეთ, ყავა ხო არ მოვსვათ? გაგვიმარჯოს. ხო. აბა ეხლა მინდა ვკითხო კარტს. დავიწყო ესე. რომც არ დაველოდოთ. რა თქმა უნდა, თქვენ დაელოდებით, არ დაელოდებით, ის მაინც მოვა. ეს მისი უკვე სამყაროს გადაწყვეტილება ესეთი მეგობრებო. უბრალოდ უყურეთ ეხლა რა ხდება. ვისაც ძალიან გინდათ იმ ადამიანებზე გავამახვილებ. ეხლა ყურადღებას, ვინც მართლა ელოდებით და
ნუ მესმის ეხლა ლოდინ იმას არ ნიშნავს რომ 24/7-ზე იჯდეთ და რაღაცა. ხო, ნუ გამონაკლისები არიან ასე კი, ვერ ახერხებენ საკუთარ თავთან, აი ვერ პოულობენ იმის ძალას, რომ აი სხვა რამეზე გადაიტანონ ყურადღება. მესმის ძალიან რთულია ასეთებიც არსებობენ მეგობრებო. კი, აი ზუსტად ამ ადამიანებზე გავამახვილებ ახლა ყურადღებას, ვინც ვერანაირად ვერ ახერხებთ გადართვას სხვა რაიმეზე და ძალიან უკვე შეტოპეთ რო იტყვიან. თქვენ სანამ არ მიხვალთ იმ დასკვნამდე და იმ წერტილამდე რომ აი უკვე უნდა დაანებოთ ამ ადამიანზე ფიქრს თავი, უნდა გადაერთოთ თქვენ ცხოვრებაზე, უნდა მიხედოთ თქვენ ცხოვრებას, თქვენს გეგმებზე, თქვენს ოცნებებზე უნდა იფიქროთ, თუნდაც თქვენი სილამაზით დაკავდეთ და საერთოდ მოეშვათ უნდა ყველანაირად ამ ადამიანზე ფიქრს, გონება უნდა გადართოთ, მეგობრებო. აი გადართოთ უნდა, აი სხვა არხზე უნდა გადართოთ. გადაერთოთ უნდა სხვა არხზე. სხვა საიტზე უნდა გადაერთოთ, მეგობრებო, მოდი ასე ვიტყვი. ხო, გული საერთოდ გათიშეთ ეხლა და გონებრივად იმსჯელეთ ამ ყველაფერზე. აი მაგალითად, როდესაც მოგაწვებათ მონატრება, მეგობრებო, რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? მე რას ვაკეთებდი, გეტყვით ეხლა. ვიხსენებდი იმ მომენტს, როდესაც მატკინა, ყველაზე ძალიან რომ მატკინა. აი ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი იარაღი. ხო, მაგალითად, როდესაც უკვე გენატრება და ტკივილამდე გენატრება ადამიანი და აი ვერ ახერხებ ვერანაირად თავის დაღწევას. აი მაგ დროს ზუსტად გამორთეთ გული და ჩართეთ გონება და გაიხსენეთ ყველა ის მტკივნეული დეტალი გაიხსენეთ, მეგობრებო. მტკივნეული დეტალი. ყველაზე კარგი საშუალებაა მაგ დროს, რომ გადაერთოთ უკვე სხვა რაღაცაზე. მე ასე ვაკეთებდი და თქვენი არ ვიცი, მოსინჯეთ. აი იმ წუთას ვამბობდი უკვე არას. აი იმ წუთას ვამბობდი არას. ვაიმე ეს რა იყო? გამახსენდებოდა ის ტკივილი, გავიხსენებდი იმ ტკივილიან წუთებს და იმ წუთას ვამბობდი არას, მეგობრებო. იმ წუთას მეცვლებოდა უკვე შეხედულებები. აი იმ წუთას აღარ მინდოდა უკვე. აი ეს იყო ყველაზე დიდი საშუალება და გამოსავალი იმისა, მე აქამდე როგორ მოვედი. აი მოიქეცით ასე თქვენც. იქნებ და გიშველოთ. მე ჩემ გამოცდილებას გიზიარებთ, თქვენი არ ვიცი. მე როგორ მივედი აქამდე. მე როდესაც მეფიქრებოდა ამ ადამიანზე, გონებას არ ვიტვირთავდი ფიქრისთვის, სხვა რაღაცას ვაკეთებდი. მოვკიდებდი რაღაცა საქმიანობას ხელს, ჩავთავდი მუსიკას ხმამაღლა, ან ყურსასმენებს გავიკეთებდი ხმამაღალზე, ან მოვსოვდი, ან წავიცეკვებდი, ან ვიმღერებდი, ან ვინმეს დავურეკავდი, აი გამოსავალს ვეძებდი, მეგობრებო. აი ასე უნდა გააკეთოთ თქვენც. არ ჩაუჯდეთ ამ ფიქრს, არ შეხვიდეთ ამ ფიქრებში, მეგობრებო. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერევა, როგორ გეკადრება მორიელ. ერევა, დამიჯერე ერევა. თან რა უნდა გააკეთოთ კიდე? აი ზოგ შემთხვევაშიც კიდე უნდა აიძულოთ საკუთარი თავი უნდა აიძულოთ, მეგობრებო. ასე არ მიუშვათ გული ყველასთან, ჩემო ძვირფასებო, არ შეიძლება. არ შეიძლება გული ასე სხვას ჩააბაროთ. არავითარ შემთხვევაში, ჩემ შემთხვევაში მაგი არასოდეს აღარ მოხდება. საკუთარი ემოციის მართვას თუ არის სწავლით, ძალიან გაგიჭირდებათ. არას თქმას თუ არის სწავლით, ძალიან გაგიჭირდებათ. ხო, მოკლედ ძალიან გამიგძელდა მე მგონი, მაგრამ არაუშავს. ხო, ეხლა გავაგრძელებ. ჩემო ძვირფასებო, რო არ დაგღალოთ, რო არ მოგაბეზროთ და მოგაწყინოთ თავი. ზოგჯერ ერთი სიტყვაც რაღაც, აი ერთი სიტყვაც ცვლის რაღაცნაირად ჩვენს ცხოვრებას. ამიტომ მინდა რომ რაღაცები მეც მოგიყვეთ, ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება რომ მოგიყვეთ და იქნებ რაღაცაში გამოგადგეთ, დაგეხმაროთ. აი, ხო რა ვიცი, ვის როგორ. ესეც ერთ-ერთი ფსიქოლოგიური თერაპიაა და მე არ მენანება, მაგალითად, უბრალოდ აქ ყველაფერს ვერ მოვყვები, იმიტომ რომ არის ისეთ რაღაცები, რაც არ შეიძლება მოყვეს სხვასთან. ხა. დღევანდელი ჩვენი საჯარო თემა რა არის, არ ვიცი. არ ვიცი.
დღეს სათაური არ გვაქვს. დღეს სათაური არ გვაქვს მეგობრებო, მაგრამ ნახოთ აბა. მინდა რომ სანთელზე მოვარო. მაინც ენერგიები გავწმინდოთ, რაღაც კარგ ამბავს ელოდეთ. ნახეთ, ქვემოდან რაღაც კარგი ამბავია. ელოდებით რაღაც მნიშვნელოვან ამბავს. ამბავს ელოდებით მეგობრიდან, არ ვიცი ვისგან ელოდებით, ბევრთან შეიძლება მეგობარი იყოს, ბევრთან შეიძლება საბუთები იყოს, ბევრთან შეიძლება რაღაც პრობლემების ადვოკატიც იყოს, შეიძლება არ გამოვრიცხავ კი, ბევრი პარტნიორს ელოდებით, პარტნიორიდან კარგ ამბავს ელოდებით. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აქ არის ნეგატივი. ადამიანების ზეწოლა ნეგატივი, აი გიშლით ხელს, მეგობრებო, ბევრს თქვენთაგანს უშლის ხელს, აი არ ვიცი ახლა მომდის ესეთი მომდის მაგალითად გონებაში შინაარსი, რომ აი ალბათ ამბობთ, საუბრობთ ვინმესთან რაღაცეებს და ის თქვენი ჩანაფიქრის, თქვენი ოცნებები ამიტომ არ ხდება. აი გიყვართ საუბარი, კი, ძალიან გულღიები ხართ, გიყვართ ყველაფრის სიხარულის გამომჟღავნება, მაგრამ ეს ამ სიხარულის გამომჟღავნება ბევრ თქვენთაგანს ხო, ამ თქვენთაგანს, ყველა თქვენთაგანს, უпростоრად ნებისმიერ თქვენთაგანს შეიძლება გიყვარდეთ გამომჟღავნება, ხო, აი აჩვენებთ ხალხს თქვენს ბედნიერებას, გიყვართ ეს არ გიყვართ დამალვა, მაგრამ თქვენზე მერე ძალიან ცუდად ისახება, იმიტომ რომ ნეგატივს ღებულობთ ადამიანებიდან, მეგობრებო. ძალიან ღებულობთ თვალს ადამიანებიდან და ამ ყველაფერს, რასაც ამჟღავნებთ და აჩვენებთ ადამიანებს, ხო, თქვენ გიკეტავთ გზას, გიკეტავთ მომავალს. ხო. მერე ხდებათ ყოველთვის დაბრკოლებები. ერთ წრეზე სიარული მეგობრებო. ხო. მოდი, რადგან ამოვიდა პარტნიორი. შეიძლება ეს პარტნიორზეც იყოს კი. მოდი ვკითხოთ ახლა, აი ამ ადამიანს, ამ თქვენს პარტნიორს, აი აგერ. რომლიდანაც ელოდებით ამბავს დაუშვათ, ბევრი თქვენთაგანი ელოდება ამბავს. თუმცა ეს ადამიანიც დიდი სიყვარულით და ემოციით მოდის თქვენთან. მეგობრებო, ძალიან მინდა რომ განახოთ, მაგრამ ისეთი მზეა, რომ აი არ ვიცი. აი ესე მოვწევ. ნახეთ, აი ესე უფრო დაგანახეთ მე მგონი. ხა. აი ამ ადამიანს, მეგობრებო, ამ ადამიანიდან ელოდეთ რაღაც ახალ ინტერესებს, აი სიტუაციის შეცვლას ელოდეთ მისგან. ნუ ვინც ელოდებით, ქალბატონებო? ქალბატონებზე მაქვს უფრო მეტად საუბარი. ხო, თუმცა მამაკაცების შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ ქალბატონი ელოდება თქვენგან სიტუაციის შეცვლას, თქვენგან ელოდება ნაბიჯებს, მინდათ გითხრათ. ხო, ისევ და ისევ თქვენგან ელოდება. მორიელ, შენგან ელოდება მაინც, ნუ რა ვქნა. ხო, ვიცი ახლა რა პასუხსაც გამცემ, უბრალოდ შენს გარდა კიდევ ბევრი არიან მამაკაცები, ვინც მისმენენ და იმათ საყურადღებოდ მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ქალბატონი თქვენ გელოდებათ. ხო, ქალბატონებო, მინდა გითხრათ, რომ თქვენი პარტნიორი თითქოს უნდა, თქვენს პარტნიორს უნდა, რომ რაღაც სიტუაცია შეცვალოს, თითქოს რაღაც გამოაკეთოს, გააუმჯობესოს ურთიერთობაში სიტუაცია კიდევ. ხო, რაღაც ახალ შესაძლებლობებს ეძებს ეს ადამიანი, მაგრამ არ გამოსდის, ბევრი სადა და არ გამოუვიდა, არ ვიცი მეგობრებო. ეხლა შემიძლია გითხრათ რა სცადა მან და თუ დაემთხოვა თქვენთან. შეიძლება იყოს შემოთავაზება თქვენს მხრიდან, ნუ ეხლა ეს ყველას ეხება, რასაც ვიტყვი. თუ კი გქონდათ ესეთი შემთხვევები, ვიღაცამ გამოგიგზავნათ უცნობი საიტიდან დამატება, ან შეტყობინება, ან რაღაც დაგილაიქათ, იცოდეთ რომ ეს იყო თქვენი პარტნიორი. ძალიან ბევრი ხერხი სცადა ესეთი. ჩვენ წინა გაშლებშიც ამოგვივიდა იქ, რომ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ბევრნაირ ხერხს მიმართავს, თქვენ წარმოდგენაც რო არ გაქვთ ისეთსაც, შეიძლება თუ კი ქართველები მიყურებთ და უცხოელ პარტნიორზე გაქვთ ჩაფიქრებული, ქართულად მოეწერა ამ ადამიანს, თუმცა მაინც მიხვდებოდით. ან თუ კი ქართველია თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, შეიძლება უცხო სახელით და ზოგადად უცხოური ინგლისური, რუსული ან ფრანგული შრიფტითაც მოეწერა და მოეკითხეთ. ან მეგობრობა გამოეგზავნა მეგობრებო. ხო, აი შედარებას ვაკეთებ.
კიდევ მეგობრებო, ხო, ძალიან ბევრნაირი ხერხი სცადა თქვენმა პარტნიორმა, ჩაფიქრებულმა ადამიანმა, მაგრამ არ გამოუვიდა და არც გამოუვა. ხო, კი ბატონო, კი მორიელ, კი, აი ზუსტად. აფრენს, რა თქმა უნდა. აფრენს. ხო, შემდეგ მეგობრებო. კიდევ. ხო, ამ ადამიანს ძალიან აქვს თქვენთან შიში იმის, რომ არ გამოუვა, აი ეს ამ სიტუაციას ვერ დაალაგებს. ხო, რომ არის სამკუთხედები, პრობლემები, ძალიან ნერვიული ფონი აქვს. ეს ადამიანი მეგობრებო, რას აკეთებს, იცით? ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს. აი ძალიან წინ დაუხედავად იხედება. აი იქცევა. აი ეს რომ ფიქრობდეს, ჯერ რო ფიქრობდეს და აანალიზებდეს ამის აქციელს, მეგობრებო, და გამართლება რო გქონდეს კიდე ხო. აი ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს. პირიქით კი არა, ჯერ იფიქროს და მერე გააკეთოს, არა, ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს და მერე ხვდება რომ არასწორად იქცევა. აი ესაა მისი აქციელი კიდევ. ძალიან ეჭვიანობს თქვენზე. იცით რას ფიქრობს? ხო არ ყავთ ვინმე? ეჭვიანობს, დედას ფიცა ვარ, ეჭვიანობს. აი ვერ უპირისპირებს ფაქტებს, არ ვიცი რას აკეთებთ ასეც, მაგრამ ძალიან ეჭვიანობს თქვენზე. აი ფიქრობს ხო არ ყავთ ვინმე, ან ხო არ წერთ ვინმეს, ანუ უკვე ხო არ გაიჩინეთ ვინმე, ხო არ ჩაანაცვლეთ ვინმე მისით და მსგავსი კიდევ 1000 რაღაცეები. ხო აი ხო გეუბნებით. მეგობრებო, ხო არ ყავთ ვინმე? ვინმე ხო არ ყავთ? აი ამას ფიქრობს. ეს ადამიანი თუ გაჩვენებთ საკუთარ თავის თავისუფლად, მეგობრებო, არ იფიქროთ რომ თავისუფალია, ძალიან ცუდათაა. მოჩვენებითად გაჩვენებთ ყველაფერს. თქვენ რასაც ხედავთ ამ ადამიანში, შეიძლება ხედავთ ძალიან ბედნიერს, ან ხედავთ ძალიან ისეს თავისუფალს, ვითომ არაფერი ადარდებს, ვითომ არაფერი ანერვიულებს, ვითომ არაფერი უჭირს, არაფერი არ დაიჯეროთ, მეგობრებო. ძალიანაც კარგი, თუ თხოვდები, ძალიანაც კარგი. მერთმა ყველა გაბედნიეროთ, მეგობრებო. მერთმა ყველა გამრავლოთ, გახაროთ, გაბედნიეროთ, თქვენ გულს რო გაუხარდება, ისე ყოფილიყოთ. ეს ადამიანი ამ ყველაფერს თამაშობს. გახსოვთ მის დახასიათებაში ნიღაბი რო ამოვიდა? კი, არ გაჩვენებთ მის ნამდვილ სახეს. არ გაჩვენებ. კიდევ მეგობრებო. ძალიან ბევრს გიხსენებთ. ხო, აი, როგორ დამთავრდა? თვითონ ამბობს, რომ როგორ დამთავრდა ყველაფერი. გრევებშია, საცოდავი გრევებშია, მეგობრებო. ძალიან ცუდათაა. მოდი მინდა ვკითხო ეხლა. რას ფიქრობს ზოგადად თქვენს ურთიერთობაზე? რას ფიქრობს? რას ფიქრობს და გითვალთვალებთ. სულ გითვალთვალებთ, რას ფიქრობს. მეგობრებო. ტრანსფორმაცია. მინდა გითხრათ რომ რას ფიქრობს. აი ხო გეუბნებით, ფიქრობს რომ ხო არ ყავთ ვინმე. არ ვიცი ვის ყავთ და ვის არ ყავთ. შეიძლება მას ყავდეს ვინმე. შეიძლება თქვენი მხრიდან იყოს ვინმე. თვითონ ამბობს რომ სამკუთხედიაო, მაგრამ ვისი მხრიდანა მე არ ვიცი. მე რასაც ვსაუბრობ, ეხლა თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით. თუმცა მინდა გითხრათ რომ აქ ნამდვილად არის ვიღაცა და ეს ვისი მხრიდან არის არ ვიცი. მე ვფიქრობ უფრო მისი მხრიდან. მას ყავს ვიღაცა, ვინც მეგობრებო თქვენს ურთიერთობაში დგას. ეს შეიძლება იყოს დედაც და შეიძლება იყოს ბიზნეს პარტნიორიც, ან ვიღაც ყოფილი პარტნიორი, ან ახლანდელი მოქმედი პარტნიორი. მოერგეთ თქვენ სიტუაცია ძალიან გთხოვთ. ეს შეიძლება იყოს შვილიც და შვილიშვილიც და მეზობელიც და ნათესავიც. ყოველ შემთხვევაში ვიღაც არსებობს. ვინც დგას თქვენ შორის. ვინც ამ ადამიანს ატყუებს. იქნებ თქვენ გატყუებთ ვინმე. არ დაიჯეროთ მეგობრებო. არ დაიჯეროთ. თქვენ თუ გონიათ რომ იქ ვინმე ყავს ამ ადამიანს, არ დაიჯეროთ. იქ არაფერი ხდება. არა. იქ არაფერი ხდება.
კიდევ მოდი ახლა ვკითხოთ, რა გრძნობა აქვს თქვენს მიმართ, თქვენს პარტნიორს, თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს, თუ აქვს გრძნობა. რა უბედურია მეგობრებო. როგორ ცუდათაა მეგობრებო. ძალიან ცუდათაა მინდა გითხრათ. ამ ადამიანს უნდა ყველაფრის თავიდან დაწყება. მე არ ვიცი ხა რამდენად შესაძლებელია. ეს ყველაფერი ძალიან ღამე უძილობა აქვს. ამბობს რომ ღამე უძილობა აქვს. ძალიან ისეთი გრძნობით გიყურებთ და თქვენს მიმართ არის ეს ადამიანი. თქვენ შორის სიყვარული არის, მაგრამ პლატონური სიყვარულია. არ ვიცი რანაირი ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ ეს ურთიერთობა მანძილზეა. ხელშეუხებელი ურთიერთობაა. შეიძლება ბევრი თქვენთაგანი საერთოდ შეხვედრილიც არ ხართ ამ ადამიანთან და უბრალოდ ეს არის ინტერნეტ ნაცნობობა და გაქვთ მხოლოდ მიწერ-მოწერა. მეგობრებო. არ მისულა თქვენი ურთიერთობა შეხვედრამდე. ბევრი შეიძლება არ ხართ საერთოდ შენახვედრი, არ ხართ ნასაუბრები პირისპირ, ან შეიძლება არც გინახიათ ერთმანეთი პირისპირ. არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან ბევრი ხართ, ამიტომ თქვენ სიტუაციას მოერგეთ. თუმცა ეს ადამიანი ამბობს, რომ უკან არ დაიხევს. ეს ადამიანი ამბობს, რომ არ დაგთმობთ. არაფრის დიდებით არ დაგთმობთ. მე მინდა ერთი რამე ხმამაღლა ვთქვა. ძალიან გაგიჭირდებათ ამ ადამიანის ჩამოშორება. მე არ ვიცი ვინ რა სიტუაციაში იმყოფებით, მაგრამ გეუბნებით ხმამაღლა და 1000%-ით რომ ამ ადამიანის ჩამოშორება გაგიჭირდებათ. დიდხანს ვერ ჩამოიშორებთ. ხო, ამ ადამიანს დიდხანს ვერ მოიშორებთ. ოდესღაც შეიძლება კი, მაგრამ როდის ვერ გეტყვით. იმიტომ რომ დიდხანს გასტანს მისი ენერგიების ყოფა თქვენ ცხოვრებაში დიდხანს გასტანს მეგობრებო. ამისთვის ძალიან ბევრს იბრძოლებს ეს ადამიანი და დიდხანს იბრძოლებს რომ დიდხანს იყოს თქვენთან. არა მეგობრებო, აი თქვენ ხართ მისი ვარსკვლავი. არი ფიქრობთ რომ თავი დაგანებოთ. ღმერთს ევედრება ეს ადამიანი თქვენთან შანსს. აი როგორ მინდა რომ გაჩვენოთ. აი, ნახეთ, ესე მე მგონი ახლა უფრო ჩანს. უფალს ევედრება შანსს. უფალს შანსს ევედრება და ამის ძალიან დიდი იმედი აქვს. მე ახლა შევეკითხები ამ ყველაფერს, სამყარო თუ მიცემს ამ ადამიანს შანსს. არა, კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ხო. ძალიან ევედრება უფალს, რომ კიდევ შანსი მიცეს და ძალიან ბევრს იბრძოლებს მეთქი გეუბნებით. ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის, ბრძოლა დაბრუნებისთვის, ბრძოლა გაერთიანებისთვის, ყველანაირი ხერხის გამოყენებით მეგობრებო, ისევ გააგრძელებს. ყველანაირი ხერხის გამოყენებით. აი შემოგიძურებათ მაინც კი. კი. აი როგორაა. ძალიან ცუდათაა. ელოდეთ მისგან შეტყობინებას, ელოდეთ მისგან მოსვლას, ელოდეთ მისგან შემოთავაზებას, სადმე დაპატიჟებას, რომანტიულ საღამოს, წვეულებას, მთაში, ბარში, გემზე, ნავით, ვირით, ტივით წასვლას არ ვიცი, შემოთავაზებებს ელოდეთ მისგან. კი მეგობრებო. კი ბატონო. კი ბატონო, მოვა მოლაპარაკებებით, მოვა გადაწყვეტილებით. მოვა ბალანსით. თქვენი ურთიერთობა დასასრული არაა, მინდა გითხრათ. თვითონ ამბობს ასე, ეს დასასრული არაა, ესა პაუზა. ეხლა ჩვენ შორის რა მეგობრებო, რას მელაპარაკებით? ხა. მოვა კონფლიქტებით, ბევრთან კონფლიქტით მოვა, რას ქვია შენ მე მტოვებ ამას გეტყვით. აქეთ დაგიწყებთ კიდე ჩხუბს, ვინ გითხრა რომ დამტოვეო. აქეთ დაგადანაშაულებთ კიდევ. აქეთ გეტყვით კიდევ იმას, რომ უსამართლოდ მეკცევიო. აქეთ გეტყვით კიდევ იმას, რომ რატომ მატყუებდიო. აქეთ გეტყვით მეგობრებო, აქეთ მოგდებთ ბრალს. დედას ფიცა ვარ, იჩხუბებთ. ბევრი თქვენთაგანი იჩხუბებთ. ხა. რატომ მატყუებო ამას გეტყვით. გამეცინა. ხო. აქეთ გეტყვით კიდევ მეგობრებო. აბა, რა გგონიათ თქვენი პარტნიორი ესეთია. აქეთ დაგადანაშაულებთ, აქეთ გეტყვით. ბრალს აქეთ დაგდებთ, რომ ვინ გითხრა რომ დაგტოვეო, კაცო? ვინ გითხრა რომ წადიო? ვინ მოგცა უფლება რომ ტოვებო? ამას გეტყვით, მეგობრებო. აი, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. მე არსაც წავსულ ვარო ამას გეტყვით და ეს კიდევაც თქვა. დახასიათებაში თქვენმა პარტნიორმა, მის დახასიათებაში თქვა იქ. მე არსაც წავსულ ვარ აქ ვარო. ხო. არსად არაა წასული მეგობრებო, არც წასულა არაზროს. ის ყოველთვის თქვენ გვერდითაა, თქვენ არ იცით უბრალოდ.
ხო, ნუ რა ვქნათ ახლა ესეთი განსხვავებული პარტნიორი გყავთ ასეთ განსხვავებულს გადაეყარეთ, სად გადაეყარეთ არ ვიცი. სად მოიძიეთ არ ვიცი, მაგრამ ამას ამბობს თვითონ. ხო. აქეთ დაგდებთ ბრალს. ნუ მორიელ შენ შემთხვევაში ვიცი ძამა. ვიცი, ვისთან გაქვს საქმე, ვისთან ქონდა საქმე ვიცი. მიუხედავად იმისა, მეგობრებო, მორიელი სულ რაღაც 2 თვის გაცნობილი მყავს. ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ოღონდ დედას ფიცა ვარ. დღეში რამდენიმეჯერ ვსაუბრობთ. შეჩვენებული პარტნიორი არის კი ანა მარია. ხა. ხა, ინტერნეტი შობა მაგას. თუმცა ელოდეთ მისგან აბიჯებს. ხო, არა ჩავაბრუნე მაინც, მაინტერესებს ახლა მინდა შეკითხვა დავსვა. რამდენად სანდოა თქვენი პარტნიორი არა? მოდი ახლა მინდა ვკითხო სამყაროს. თქვენი ურთიერთობის მომავალი. რამდენად გაგრძელებადია თქვენი ურთიერთობა? რამდენად აქვს შანსი თქვენს ურთიერთობას? სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა. მეგობრებო, რანაირად ერთი წუთით პაზლი ჩავსვა. აჰა, მოვახერხე. თქვენი ურთიერთობის მომავალი. რას გვეტყვის სამყარო თქვენს ურთიერთობაზე? სირთულეები და სიძნელეები. ეს გექნებათ, მეგობრებო? ეს გექნებათ. ძალიან ბევრი დაბრკოლებები გექნებათ ურთიერთობაში და უნდა გადალახოთ. ხო, ამას თუ გადალახავთ. ხო, თუმცა ამბობს წყვილად გადაყრილი დრო, ბედნიერება, რომელსაც არ მოაქვს. დრო, სიმდიდრე, ფული. ხო, ეს უფრო თქვენს პარტნიორზე საუბრობს. თქვენი პარტნიორი ამბობს ამას, მეგობრებო. ეხლა მე ხო ვეკითხები კარტს, თქვენი ურთიერთობის მომავალი სამყაროს თვალით დანახული. თუმცა კარტი მეუბნება იმას, რომ ტარო, რომ თქვენი პარტნიორი ფიქრობს იმას, რომ რაში გადავყარე დრო, რაში დავკარგე დრო, რაში ჩავდე ენერგია, არ გამიმართლა, ანუ ეს არის ის სიტუაცია, situation. თქვენი პარტნიორი რომ წაგებული დარჩა. ხო. აი ეს სიტუაცია აქ ახლა მას. ეხლა აანალიზებს ამ ყველაფერს. რომ ნიჭი ვერ გამოიყენა თქვენთან დაკავშირებით. ფუ, ნიჭი რა იყო და შანსი ვერ გამოიყენა თქვენთან დაკავშირებით. ხო, თქვენ სამყაროს თვალით თქვენი დანახული ურთიერთობა. ოჰა. ამაზეა ნათქვამი მოვდივარ და დამხტიო. მეგობრებო, ეს მოდის, მაგრამ თქვენ სად იქნებით მე არ ვიცი. ეხლა მინდა ვკითხო კარტს. ეს რომ მოვა თქვენ რა სიტუაციაში იქნებით? ძალიან საინტერესოდ გამოვა ეხლა ეს ყველაფერი. როდესაც თქვენი პარტნიორი დაბრუნდება, თქვენ რა სიტუაციაში იქნებით? ბევრი თქვენთაგანი იქნება დასასვენებლად. ბევრი თქვენთაგანი იქნება არდადეგებზე. ან სამსახურიდან მოდიხართ, ან სახლში იქნებით უკვე ისვენებთ. რაღაც ეს პერიოდი, ეს სიტუაცია გექნებათ. ხო. არდადეგები, დასვენების პერიოდი გექნებათ. შეიძლება იყოს შაბათკვირა. მეგობრებო, აბა კარგად დააკვირდით. ჩვენ გამოძახება გავაკეთეთ წინა დღეს. და ეხლა აქედან გამომდინარე თქვენი ადამიანი, თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი აბა რას იზამს ამ დასვენების დღეებში. აი ეხლა დააკვირდით, მეგობრებო. ხო, თქვენ ძალიან წინასწარმეტყველება, თქვენ ძალიან კარგად იცით. კი, ელოდებით ამას. ხო, და ისიც არ დააყოვნებს და მოვა მოულოდნელად. ელოდებით, მაგრამ მაინც მოულოდნელი იქნება თქვენთვის. პირს დააღებთ, მეგობრებო. ბევრი მიიღებთ შოკს. კი, ელოდებით, მაგრამ ესეც არ ელოდებით. აი ესეც აქციას მისგან მეგობრებო, არ ელოდებით. ხო, ყველანაირი ხერხის გამოყენებით, მეგობრებო, დედას ფიცა ვარ. აი თქვენ თუ აი ინსულტი არ მიგაღებიოთ თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა, აი კისერი მომაჭერით თუ გინდათ. ხო. აი ელოდებით, მაგრამ ისე მოვა თქვენ ამას არ ელოდებით. ისეთ რაღაცას გააკეთებთ თქვენ ამას ნამდვილად არ ელოდებით. იმპაქტს მიიღებთ. ისეთი რაღაცით მოდის, იმპაქტს მიიღებთ. ახლა გეტყვით რა იქნება.
მეგობრებო, უბრალოდ ეხლა კარგად დაიმახსოვრეთ, რას ვამბობ. მე ვამბობ იმას, რომ თქვენი პარტნიორი ჯერ მოვა მოულოდნელად, ხო. მერე მოვა, ისე მოვა, რომ შოკს მიიღებთ. მოვა, აი როგორ მოვა. ორიანებთან დაკავშირებით. შეიძლება კონდეს, აი ეხლა უბრალოდ კიდევ რაღაცებს დავამატებ აქ. ამ ადამიანს შეიძლება კონდეს ორი მანქანა, ყავდეს ორი მანქანა, ორი სამსახური, ორი ტელეფონი, ორი პარტნიორი ყავდა წარსულში, ან მეორე ხართ თქვენ, თუ რაღაც მსგავსი, შეიძლება ყავდეს ორი შვილი. ხო, შეიძლება იყოსერიოს დაბადების წელი თვედარიცხვში ორიანები. გაორება კონდეს შეიძლება ხან ამ ჭკუაზე იყოს, ხან იმ ჭკუაზე იყოს. ხო. კიდე მეგობრებო, იყოს შეიძლება რაღაც ფორმიანი, შეიძლება იყოს ხალათიანი, ექიმი იყოს, შეიძლება გამომძიებელი იყოს, შეიძლება პასუხისმგებლობის თანამდებობის პირი იყოს, ხო, შეიძლება ბიზნესმენი იყოს, რაღაც ფორმა იცვას განსაკუთრებული, განსხვავებული ჩაცმა უყვარდეს, შეიძლება უყვარდეს, ხო, აი რაღაცნაირი სტილი კონდეს ამ ადამიანს. ხო, ზოგს თუ უყვარს სპორტული ტანსაცმელები, ამას შეიძლება უყვარდეს პლაში და რაღაც გრძელი, ჩაფართხუნებული რაღაცები. შეიძლება ბევრი შემთხვევაში იყოს მუსლიმანი და ეცვას თავისებურად, ხვდებით ახლა რასაც გულისხმობ, ხო? თავზე კიდევ თავსაბურავი უყვარდეს, ქუდები უყვარდეს, კიდევ ეს ადამიანი მე თუ მკითხავთ მეგობრებო, ცოტა შეიძლება იყოს ბევრი შემთხვევაში, ხო, ნუ არ ვიცი პლუს მინუს, ცოტა საშიში პიროვნება, ეჭვის შესატანი პიროვნება იყოს. შეიძლება ცოტა შიშიც გქონდეთ მისი. აი რაღაცნაირი შთაბეჭდილებას გიტოვებდეს, რომ შიშს გურიდეთ, რაღაც თავისი საქციელი, თავისი მოქმედება, აი ამ ადამიანის შეხედულებები, შეიძლება ამ ადამიანს გქონდეს ისეთი ცხოვრებისეული კანონები, თუ მუსლიმანია ან რაღაც ისეთი ადამიანი იყოს, უცხოელი იყოს შეიძლება და თქვენთვის უცხო იყოს მისი ტრადიციები, რაღაც ტრადიციების მოყვარული ადამიანი იყოს და შეიძლება შიშს გურიდეს. აი რაღაცნაირ განწყობაზე გაყენებდეთ მეგობრებო. საერთოდ ფიქრობდეთ ეხლა უფრო და უფრო რო უკვირდებით მის აქციელს, ხო, აი ფიქრობდეთ, ვაიმე რაღაცი მინდა ეს ვინ ყოფილა, აი ეს ხო ესეთი რაღაცა შთაბეჭდილება გჭირდება, ვაი ეს ვინ ყოფილა საერთოდ, სადმე და სადის, ხო აი რაღაც მსგავსი, არ ვიცი მეგობრებო, მაგრამ რაღაც მსგავსი. აი ეხლა და ეხლა რო უკვირდებით, ხო, იცით რას ფიქრობთ, ეს არა ის ადამიანი, ვინც ჩემს გვერდით უნდა იყოს, მე არ მინდა მასთან, აი აღარ მინდა უკვე, აი რაღაც განსხვავებას ხედავთ უკვე თქვენ შორის, შეიძლება აქამდე არ აქცევდით ამ ყველაფერს ყურადღებას, მაგრამ ახლა ფიქრობთ, რომ განსხვავებულია რაღაცნაირია, სად თქვენ და სად ის. ვაიმე მეგობრებო, იმდენი რაღაცები მივაყარე, მე შემეშინდა. მე ვფიქრობ ეს ვინ ყავთ საერთოდ, სად იპოვეთ მეგობრებო, სად იპოვეთ, სად შეხვდით ამ ადამიანს, სადა დედამიწასავით განსხვავდებით ერთმანეთიდან, სად თქვენ და სად ის, მე არ ვიცი, უნიკალური, განსხვავებული და ერთ-ერთი ანტიკვარი, რომელიც შეგხვდათ თქვენ, მე არ ვიცი რატომ უნდა შეგხვდროდათ, ხო, ეს ადამიანი თავს არ დაგანებებთ, არავითარ შემთხვევაში. ეს ადამიანი არის ის ადამიანი, ვისაც არაფრის არ ამას ვერაფრით ვერ შეაშინებთ. რა თქმა უნდა, მე არც ერთი სიტყვა არ მიკვირს მეგობრებო თქვენგან. არაფერი არ მიკვირს. ძალიან კარგად მესმის თქვენი. აი არაჩვეულებრივად მესმის თქვენი. ამ ადამიანს ვერაფრით ვერ შეაშინებთ. ვერც ქურდობით, ვერც მამაძაღლობით, ვერც პაცნობით, ვერც ქუჩური საქმის გარჩევით, ვერაფრით ვერ შეაშინებთ. ეს არის ერთი უშიშარი ადამიანი, რომელსაც არაფრის არ ეშინია. ეს ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია. არ დაიწყევლოთ. არ დაიწყევლოთ მეგობრებო. არ დაიწყევლოთ, ჯანდაბაში წადი, იქი წადი, აქი წადი, ეს არ თქვათ. არ თქვათ. დიდი სიტყვა არ თქვათ, კიდევ გაფრთხილებთ. არ უშველის ანამარია. ამას ესე იდიტენ ახრენით ვერ მოიშორებ. ნატრივისოლი ბუკვითი ვერ მოიშორებ. ამ ადამიანს ვერაფრით ვერ მოიშორებთ. ხო გეუბნებით, როდის თქვი ესმე? აი ეს ამ ადამიანის ჩამოშორება ძალიან გაგიჭირდებათ, გოგონებო და ბიჭებო, ჩემო ძვირფასებო.
ვერც თოკი ვერ უშველის ის თოკი კარმამ რომ მოუკაკუნა ვერც ის ვერ უშველის ძალიან სხვანაირი ტიპის ადამიანია არ ვიცი ეს უნიკალური სადნახეთ ეს არის ინაპლანეტელი რო იტყვიან მოდი ასე ვიტყვი უცხოელი ინაპლანეტელი საიდან მოვიდა საიდან მოფრინდა საიდან რა ტარელკაზე იჯდა არ ვიცი არ ვიცი უცხო პლანეტელები ხო იცით ფრინავითებშებით რო დადიოდნენ ხო ჩემ დროს იყო აი რითი მოფრინდა და რითი გამოჩნდა თქვენ ცხოვრებაში მე არ ვიცი მაგრამ არ ვიცი მეგობრებო არ ვიცი არ ვიცი სასწაულია უბრალოდ ხო კიდევ მოკლედ მოვა ბრძოლით მოვა მთელი ამალით ამ ადამიანს ვერ მოიშორებთ და პირი დაგჭება დღია ისეთ რაღაცებს გააკეთებს ხო და რას ვამბობდი მოვა როგორ ხო ამის თქმა მინდოდა მოდის მოვა მეგობრებო სამყარო რას ლაპარაკობთ ეს კარტი როგორ ამოbrunდა არ ვიცი რას ლაპარაკობთ მეგობრებო სამყარო მეგობრებო აი უბრალოდ ნახეთ მოვა სამყაროთი სამყარო მოუშვებს ამ ადამიანს კი ამ ადამიანს შანსს მიცემს სამყარო მიცემს ოჯახ მეგობრებო თქვენთან ოჯახი შესაქმნელად მოდის ოღონ სირთულეებს ვერ აუხვალთ იცოდეთ ხო ტაპორა სირთულეებს ვერ აუხვალთ ვერ აი ოღონდ ხო აი ამდენი სირთულეების ამდენი პრობლემების ამდენი იმის მერე ეს ადამიანი მეგობრებო მოდის და დახვდით ხო და ეხლა როგორ მოვა გეტყვით ამ ყველაფერს როგორ მოვა ქალბატონების შემთხვევაში ეს ადამიანი როგორ მოვა მეგობრებო და გეტყვით ეხლა ვიყურეთ ვაიმე რა ვქნა როგორ მინდა რომ გაჩვენოთ ხო დამღალა ფარდა ერთი წუთით მეგობრებო ერთი წუთით ცოტა რო ჩამოვხურო არა აი ესე დედა არ მოვკვდი სად ვიყავი აქამდე მეგობრებო აი რა ხდება ეხლა აქ შეხედეთ ხო ეს ადამიანი მოვა როგორ ნახეთ მოვა და გეტყვით თუ წამომყვები თუ ვიქორწინებთ თუ არა ცოლი მომყავს ან სხვაზე ვქორწინდები ან ამ წუთას და სხვა დროს არასდროს აი გადაწყვეტილების წინაშე დაგაყენებთ შეიძლებაც და სხვასთან ერთადაც დაინახოთ ან სოციქსელებში ან ლიჩნად ცხოვრებაში ვინმესთან ერთად ხელგამოხვეული გამოდებული ხელგადახვეული ჩახუტებული სპეციალურად მეგობრებო რომ აი ემოციაზე გამოგიწვიოთ ხო აი გეუბნებით ესეთ რაღაცასაც გააკეთებთ იყავით ამისთვის მზად ყველანაირი ხერხის გამოყენებით ხო იცით სიყვარულის გამო ყველაფერი ნებადართულია აი რუსულად კარგად ითქმის ხო ოღონდ თქვენ ყველაფერზე წამომსვლელია პირდაპირ ფაქტის წინაშე დაგაყენებთ მოკიდებთ ხელს ასე წაგათრევთ წაგაჩანჩალებთ მომიტევეთ ესეთი საუბრისთვის და პირდაპირ აი შეიძლება პირდაპირ ეკლესიაში წაგიყვანოთ აი იმ ტანსაცმლით იმ ჭუსტებით იმ ფეხში შველა იმ მოუწესრიგებელი იმ მოუმზადებელი იმ თმა დაუბარცხნელი გაუკრასკელი მაკიაჟ ტაუსმელი არ ვიცი რა ვთქვა მეგობრებო აი პირდაპირ შეიძლება ესეც გააკეთოს ესე დაგავლოთ ხელი და პირდაპირ ეკლესიაში პირდაპირ ჯვრის წერაზე პირდაპირ ხელმოწერაზე არ ვიცი მეგობრებო აი ხო გეუბნებით ამ ადამიანს ვერაფრით ვერ შეაშინებ აი ეს ადამიანი ის არაა რომ გაჩერდეს ეს ადამიანი ის არაა რომ თქვენ მოგისმინოთ უკვე თქვენ რას ეტყვით თანახმა ხართ აპ შეზდეკ ხევისბერო მაგ შორს მაგ ადგილას არა მეგობრებო პირდაპირ ან ხო ან არა არა მიუღებელია მეგობრებო კი შეგიშვებენ მას ყველაფერი მომზადებული ექნება მას ყველაფერი გათვლილი ექნება თვითფრინავის ბილეთებიც ნაყიდი ექნება რა მნიშვნელობა აქვს მას ყველაფერი მომზადებული ექნება მეგობრებო ეს ადამიანი როგორ ფიქრობთ ეხლა ეს ადამიანი როდესაც ამისთვის მოდის ეს ადამიანი რომ თქვენ ძალიან კარგად იცით რომ ეს ასე გამკეთებელი იქნებოდა თქვენ ამას ელოდებოდით და ზუსტად რასაც ელოდებოდით იმას მიიღებთ მორიელ რა თქმა უნდა აბა არიან ესეთი ადამიანები რომლებიც ამას აკეთებენ ეჭვგარეშეა
კი. უბრალოდ მეგობრებო, რა ხდება ეხლა გეტყვით აქ. აქამდე თუ კი ეს ადამიანი არ იყო მოქმედებაში, ეს უბრალოდ დრო არ იყო ამის მოსული. აუცილებლად რა თმინდა ამის თხოვნა. კი. მეგობრებო, უბრალოდ ამის დრო არ იყო, ყველაფერს აქ დრო. აი ხო გეუბნებით, ცხოვრება ალაგებს ყველაფერს, სამყაროს უნდა მიენდოთ მეგობრებო. წლის ბოლო მოდის ანა მარია. ასე ხო არ გონიათ ყველაფერი ჩემო ძვირფასებო. ხო. ეხლა როა პასუხისმგებლობაში და დადგმული სცენებით მოვა მეგობრებო. ძალიან ბევრი დრო დაკარგა ამ ადამიანმა, აი ნახეთ. ძალიან ბევრი დრო დაკარგა დრო, დაკარგა ამის გამო ფინანსები, ამიტომ ფარული მოტივით. დაფარულად ამ ყველაფერს ისე აკეთებს, თქვენც რომ არიცით. ძალიან ბევრი რამე არიცით თქვენ მის შესახებ მეგობრებო. ძალიან ბევრი რამე არიცით. ამიტომ რაც არიცით ის არ თქვა, ნახეთ? აუყურეთ მეგობრებო, ხა რამდენი კარტი გადავდები ბოლო. ეს მისი უპასუხისმგებლობა, ეს მისი დადგმული არტისტული სცენები, ეს რომ ეკონომიურად იყო ურთიერთობაში. ამის გამო ეს ადამიანი ძალიან დაისაჯა. და იცით ხო, ისჯება. კარგად მოусმინეთ თითოეულ მის დახასიათებას აქამდე, რასაც ვამბობ მეგობრებო. ამიტომ ნახეთ, დაეკეტა ფინანსები ამ ადამიანს. ამ ადამიანს ყველაფერი რთულად ეძლევა. ძალა გამოლეულია, აი თითქმის შეიძლება სიზარმაცეც კონდეს შეპარებული, იმიტომ რომ რაც მოიქცა, რაც დააშავა, ეს ადამიანი არავისთან ერთად არაა მეგობრებო. იცოდეთ რომ მარტოა, ნახეთ რა აწერია? ნახეთ რა აწერია? არავინ არ ყავს. თუ გონიათ რომ ვინმე ყავს, არ დაიჯეროთ მეგობრებო. არ დაიჯეროთ, თუნდაც ვინმე იცოდეთ რომ ყავს, იქ არაფერი არ აქვს. არა, აი, თქვენ ხართ მისი სურვილები, თქვენ ხართ მისი ოცნებები, თქვენ ხართ მისი მომავალი, სტაბილურობა, აი ყველაფერი ის რაც მას ჭირდება თქვენ ხართ. ასე რომ თქვენ სიკეთ გზა არა აქვს ამ ადამიანს. თქვენ რომ უარი უთხრათ, ჯერ ეს ერთი ეს ძალიან მე არ ვიცი, მე ქალბატონების შემთხვევაში ვამბობ ამას, ხო? ძალიან გაგიჭირდებათ, გეუბნებით ამ ადამიანის ჩამოშორება. მე არ ვიცი მართლაც რა უნდა გააკეთოთ. ჩუმად უნდა იქორწინოთ, ჩუმად უნდა გათხოვდეთ, თუ დაოჯახდეთ და ზოგადად მართლაც უნდა დაინახოს ვინმე და ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ ჩუმად, თორე სხვანაირად ვერ მოახერხებთ. აი ეს სიტუაცია ჩუმათობის არა. ხო. თქვენ გეხებათ ის, რომ თქვენი ქალბატონი ელოდება თქვენგან ნაბიჯებს და ეს ქალბატონი ელოდება თქვენგან ამ ყველაფერს. თქვენ გეხებათ ეს ბიჭებო. ისევ და ისევ თქვენგან. ხო. თქვენგან ელოდება ყველაფერს. მისგან არ ელოდოთ არაფერს, ამას ამბობს. ბიჭების შემთხვევაში. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ბიჭებო, ეს კიდევ ცალკე თემაა, ეს არის პირადი გაშლა. ეს არაა პირადი გაშლა, მაპატიეთ, ეს არის საჯარო. ყველა შემთხვევაში მეგობრებო, გაითვალისწინეთ, რომ ეს არის საჯარო, პირადში კიდევ ზოგჯერ სხვანაირად ამოდის ყველაფერი. ამიტომ თქვენს ინფორმაციას მიხვდებით, რომელია თქვენი. ხო. ზოგ შემთხვევაში არც მასი არ ხდება, ნინი. დაგაზე ახლა დააუხსენი სიყვარულიო, ზოგი ქალბატონი ისეთია, რომ რამდენიც არ უნდა აუხსნა სიყვარული და უმტკიცო, მაინც არ დაგიჯერებს. ბევრი მამაკაციც იტანჯება ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ძალიან კარგად მესმის იმ ბიჭების კატეგორიის, რომლებზეც ეხლა მე ვსაუბრობ. კი, არიან ესეთებიც. დატანჯული ბიჭებიც არიან. მეგობრებო, იცოდეთ რომ არიან ესეთი ბიჭებიც კი. უდანაშაულოთ რომ ტანჯავენ გოგონები, ესეთი ბიჭებიც არიან. ძალიან ვწუხვარ, იმიტომ რომ ყველა ერთნაირები არ ვართ, როგორც ქალბატონები არ ვართ ყველა ერთნაირები, ასევე არ არიან ერთნაირები ბიჭებიც. მივესალმები მე ამ გადაწყვეტილებას. კი, ამდვილად ასეა. არიან ერთგული ადამიანებიც. რა თქმა უნდა, ესეთ ბიჭებს სოლიდარობას ვუცხადებ ნამდვილად. მე მყავს სამეგობროში ესეთები.
ჩემს ირგვლივ არიან ესეთები, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე მეგობრებო და დარწმუნებულები იყავით, რომ ყველასთან მეგობრობ. კი. კი. არის ერთი მორიელი და არის კიდევ ერთი 2-3. ვისთანაც მართლა კარგი ურთიერთობა მაქვს მეგობრული. ისინიც აქ არიან, არ დავასახელებს სახელებს. ისინიც მისმენენ. დარწმუნებული ვარ მისმენენ. ეხა ამ წუთას არიან თუ არა არ ვიცი, მაგრამ მსმენელებში მყავს, მეგობრებში, გამომწერებში მყავს კი. არა უშავს, არი ნერვიულოთ მეგობრებო. რაც არ ხდება, ხდება კარგისთვის, ამიტომ არი ნერვიულოთ. ამაზე არ ვინერვიულოთ, ვინც არ უნდა მისმენდეთ ეხლა. მამაკაცი თუ ქალბატონი, რაც არ ხდება, არაფერზე არი ნერვიულოთ. ყველაფერი იქნება ისე, როგორც თქვენ გჭირდებათ, იმიტომ რომ ეს უფალმა კარგად იცის. ხო. უფალმა ყველაფერი ძალიან კარგად იცის მეგობრებო. ამიტომ ენდეთ სამყაროს. ყველაფერს ძალიან კარგად დაალაგებს. ჩვენ რაც გჭირდება, ის გვექნება მაშინ, როდესაც საჭიროა. აქ არ მიდევს პროფილზე, მიდეს YouTube-ზე. მეგობრებო, ვისაც გსურთ პირადად კონსულტაცია, პირადი გაშლები, პირადი დიაგნოსტიკა, იმ შემთხვევაში მომმართეთ. ძველი რო არ დაბრუნდეს, ახალი არაფერია ჩვენთვის. ძველის დაბრუნება არც გინდოდეთ. ხო, ძველის დაბრუნება არც გინდოდეთ მეგობრებო. არ გინდოდეთ ძველის დაბრუნება. ძველი იმიტომ ქვია რომ წავიდა. ხო. ყოველ შემთხვევაში თქვენ უნდა გაუშვათ. და თუ დასაბრუნებელია, სამყარო დააბრუნებს. თუ არა და მას არ ელოდოთ. არ ელოდოთ. მორიელ ძალიან გაფასებ. ხო. გავაგრძელებ ჩემო ძვირფასება. ხა. გავაგრძელებ. მოდი აბა ეხლა. ასტრაბარათებს ვკითხოთ. დღევანდელი სათაური მაინც არ ვიცი, მაგრამ ნუ კარგი, რაღაცას მოვიფიქრებ ჩემო ძვირფასება. ხო, რაღაცას მოვიფიქრ. თუ ბედია მოხდება ერთია და მე კიდევ ეს ადამიანი როდესაც დაბრუნდება, თქვენი გადასაწყვეტი იქნება მეგობრებო, დაიბრუნებთ თუ არა. და გავიმეორებ კიდევ. დაბრუნდება მაშინ, როდესაც თქვენ უკვე აღარ იფიქრებთ მასზე. თქვენ უკვე სხვა ნოტებზე იქნებით. თქვენ იქნებით სხვა ნოტებზე მეგობრებო, ასეც უნდა იყოს. არ ჩაეციკლოთ. და დარეტიანებული რაღაც გინდა, ხო არ მეტყვი. აი ხედავთ, საითკენ მივდივართ? ხო. აღარ გვინდა წარსული. მე აღარ მინდა, თქვენი არ ვიცი. მე მართლაც არ მივიღებ. დედას ფიცავარ ჩემს ყოფილ ქმარს ნამდვილად არ მივიღებ. გამორიცხულია უბრალოდ. ჩემი შვილი რომ გაცოცხლდეს, მაინც არ მივიღებ მეგობრებო. ხო. აი ხო ხედავთ რამ ხელა სიტყვას ვამბობ. გამორიცხულია. ხო. ჩემი შვილი ცოცხალი რო იყოს და ის რო დაბრუნდეს, ჩემი შვილი აღარ მიიღებს უკვე იმას, არ მომცემს იმის უფლებას რომ დავიბრუნო. ამიტომ არც მკტარზე დავიბრუნებ და არც გაცოცხლებულზე მეგობრებო. ხო. გამორიცხულია. მოკლედ გავაგრძელებ ეხლა ასტრაბარათებით. მოდი აბა რას გვეტყვის ეხლა? რას გვეტყვის? რას გვეტყვის მეგობრებო? ასტრაბარათები რას გვეტყვის? მოდი ამ ურთიერთობაზე ჩავიფიქროთ ეხლა უბრალოდ ასტრაბარათები რას გვეტყვის? აი თქვენზე და თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანის ურთიერთობაზე რას გვეტყვის? ხო, ახლა მეგობრებო შეხედეთ. ეს ხართ თქვენ. ესაა თქვენი პარტნიორი. სხვაობას ხედავთ, ხო? ხო ხედავთ მეგობრებო სხვაობას. აი როგორც კი ჩამოაცვით ეს გვირგვინი, ამის ჩამომხობას ამბობს ეხლა კიდევ ელოდება, რომ კიდევ თქვენ მიხვალთ და ესეთი ადამიანები იმას ჩამოაცმევთ ისევ თავზე, პრინცი, დაც კი პრინცი. ბები მისისა, მეგობრებო. რომელი პრინცია, ბრიტანეთის თუ საფრანგეთის თუ ვისი პრინცი ყავთ არჩეული არ ვიცი. რა პრინცის სტატუსი მიანიჭეთ არ ვიცი. სალამი ჩემო კარგო, ჩემო ერთგულო, გაიხარე, როგორ ხარ?
ხო, აი მეგობრებო. გვირგვინოსანი. ხარ დავარქვა ეს სათაური ჩვენს დღევანდელ ლაივს. გვირგვინოსანი. მართლა, ხო? ანა მარია. ხო, აღნაგობა კარგი აქვს ესეები. გაიხარე ირო არა მიშავს. უფლის წყალობით უფალს მადლობა. უფლის ნებით, როგორც უფალ სურს ვარ ისე. აი ეს ხართ თქვენ მეგობრებო? და ესა თქვენი პარტნიორი. ხო, ისევ ამას ელოდება. ხო, პრინციპით მოაქვს თავი თქვენს პარტნიორს, თუმცა ეს გვირგვინი თქვენ დაახურეთ თავზე. ხო, თქვენ გაუკეთეთ, დაახურეთ თავზე ყველაფერი მერე მეგობრებო. ხო, ჯერ გაუკეთეთ, შეამკეთ, შემოსეთ გვირგვინოსანის პოზიციაზე და მერე ჩამოამხვეთ თავზე ყველაფერი. ვაი, მისი საცოდავი დღე. მეგობრებო, პირადში მაინც მომწერეთ, მართლა პრინცია თქვენი პარტნიორი? ჩუმად მომწერეთ. აი რა ქვია მაგას, დაცული იქნება, რა ქვია მაგას, დედა ქართული დამავიწყდა. ანონიმურობა გარანტირებულია მეგობრებო, სამარე ვარ. სამარე ვარ ჩემო ძვირფასებო. ფეხებით რო დამკიდოთ და ცეცხლით რომ შემინთოთ, ხო? მაინც არ ვიტყვი, ვერ გამთქვამს. ხო. თუ მართლაც იმაზე საუბრობ ზუსტად გავარტყვი, კი პრინციაო. ხო. რომელი ქვეყნისა იგი მაინც ის მაინც მომწერეთ. ხო. და ეს თქვენ მეგობრებო, სად ერეკლე და სად აი მე აღარ შემიძლია. ხა. აი მე აღარ შემიძლია, ექსპრინცია. რომელი ქვეყნის, რომელის, ანა მარია, რომელი ქვეყნის ექსპრინცია. ხა. საქართველოს პრინცები არ ყავს ახლა. პრინცები რომელ ქვეყანას ყავს? კი, აუცილებლად ანა მარია დამირეკე. აი ვიდეო თვალით უნდა დამენახო. ხო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო გავაგრძელებ. მოკლედ, თქვენ ხართ მისი ვარსკვლავი, თქვენ ხართ მისი საოცნებო ადამიანი, თქვენ სიკეთ ეს ადამიანი ვერავის ვერ ხედავს და ვერც დაინახავს და არც დაანახებს მამაზეციერი. ეს წყევლა არა, ლოცვა და ძალიან კარგი ადამიანი უნდა ხედავდეს ერთს. იმის იქეთ ვერავის ვეღარ უნდა ხედავდეს. ხო, იმის იქეთ ვერავის ვეღარ უნდა ხედავდეს. ხო, თქვენ ხართ ის ვარსკვლავი, რომელსაც ხედავს მხოლოდ და დაინახავს. მეც ვერავის ვეღარ დაინახავს, მეგობრებო. არ დაანახებს გამჩენი. ამიტომ საკუთარ თავს რო ხედავს სარკეში, მხოლოდ იმას ამბობს, რომ მე ხო ვარ ყველაზე ლამაზი პრინცი? შეხო ჩამომაცვი მე ეს გვირგვინი ხო გამიკეთე. ეხლა რატომ ჩამომამხვე თავზე? ამას ამბობს. აცოდავი მისი დღე. გაიხარეთ ბედნიერი დღე ყველას. კიდევ რას გვეტყვის მეგობრებო? დაუბნელდება კი უთქვენოთ. მეგობრებო, აი რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ამ ადამიანის საქციელები. შეიძლება ბევრმა თქვენთაგანმა ამ ადამიანის საქციელებიდან დასკვნა ვერ გამოიტანოთ. აი საწინააღმდეგოდ ფიქრობდეთ. ვაიმე, საერთოდ ეს ვინა, ან რა უნდა ამას ჩემგან, ან საერთოდ შეიძლება ამ ადამიანისთვის თქვენ ფიქრობთ, რომ სიტყვა სიყვარული უცხოა, მაგრამ მე გეტყვით პირიქით. კი, ნარცისია. ეტყობა ნარცისია, კი, მაგრამ აი ნახეთ მეგობრებო, ამაზე მეც აღარ გავაგრძელებ. ვინ იცის, რამდენს ასლოკინებს. აი აქ მე ვხედავ ორ მხრივ გრძნობას. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ. აქ არის ორ მხრივი გრძნობა, მაგრამ ესეთია თქვენი პარტნიორი და მოკალით. ესეთია ნებისმიერი თქვენთაგანის ჩაფიქრებული ადამიანი, რომ უყვარს საკუთარი თავი. საკუთარ თავს აყენებს ყველაზე წინ. არჩევანზე თუ მიდგება საქმე, ირჩევს საკუთარ თავს. ჩამომახჩვეთ ახლა თუ გინდა.
თუმცა იმხელა მოჯაჭულობა აქვს თქვენთან, ხო, აი ვერ წარმოიდგენთ. ხო. აი სასწაულად მოჯაჭულია თქვენთან. უთქვენოთ ამ ადამიანს არ შეუძლია, მაგრამ ნუ ნარცისი. რა გავაკეთოთ? გამბედაობას მოიკრიბავს და მოვა კი. აუცილებლად მოვა. იცოდეთ რომ ამისთვის ემზადება, მეგობრებო. всё. ელოდეთ მისგან, ელოდეთ, ოღონდ, აი ხმამაღლა ვიტყვი 10,000 ჯერ გავიმეორებ. ელოდეთ მისგან. და რას? რად გინდა ვიცი, ეგება არ გინდა, მაგრამ მაინც უნდა ელოდო. ელოდეთ მისგან არ წასვლას. ელოდეთ მისგან არ ჩამოშორებას. ელოდეთ მისგან განსხვავებული მეთოდით მოსვლას. ყველაფერს ელოდეთ მისგან წასვლის გარდა, დატოვების გარდა, ზურგის შექცევის გარდა და ხო რა, იმის გარდა რომ ამ ადამიანს თქვენ გონიათ მოიშორებთ, ვერა. ამის გარდა ყველაფერს ელოდეთ. ხა. იმიტომ რომ ამისთვის ემზადება. ემზადება მეგობრებო. აი დრო, აი როგორ გიყურებ ჩორიდან. დრო, კი მეგობრებო. ელოდეთ. როდესაც ეხლა გაგცემ პასუხს. გაუქმებული, დამტოვა თავისი ნებითო. ადამიანი როდესაც თავისი ნებით გტოვებს. ადამიანი რომელიც არ გეკითხება შენ და ადამიანი ხო, წასვლას არ გეკითხება. ადამიანთან რომელთანაც არ დამჯდარ ხართ და არ დალაპარაკებ, არ გისაუბრიათ, მეგობრებო. ეხლავე გეტყვით უყურეთ რა ხდება. იმ შემთხვევაში თუ კი ეს ადამიანი აი ესე თავისი ნებით ადგა და წავიდა თქვენგან, ყველანაირი ახსნის გარეშე, ყველანაირი საუბრის გარეშე, არანაირი დამშვიდობება, არანაირი გადაწყვეტილება, ერთად მიღებული გადაწყვეტილება. დამშვიდობებას კიდე გააჩნია, შენც კარგად იყავი, მეც კარგად ვიქნები, კარგად დაემშვიდობებით ერთმანეთს, კარგ ნოტებზე, ბედნიერებას უსურვებთ ერთმანეთს და აი ესე გულთბილად დავრჩეთ მეგობრებად, ვიყვეთ მეგობრები, დაგჭირდება რამე შემაწუხე, დამჭირდება რამე შეგაწუხებ, აი ესეთი გამარჯობით, აი ესეთი კარგად იყავი, აი თუ ესეთი მსგავსი რამე არ არის ურთიერთობაში, იქ გამორიცხულია დასრულება მეგობრებო. იცოდეთ რომ ეს ურთიერთობა არაა დამთავრებული. თუ ეს არ გაგიკეთებიათ, თუ ეს არ გქონიათ, თუ აი ეხლა რაც თქვი მე ესეთი მსგავსი რამე თქვენ შორის არ ყოფილა, იცოდეთ რომ ეს ურთიერთობა დამთავრებული არაა. ამ ურთიერთობას ექნება გაგრძელება. ხო. გამორიცხულია, ვერ დამაჯერებს ვერავინ. როგორ დავიჯერო იმ სასიკვდილეს იცნობ? თუ ვიცნობ, მომწერე რა ვიცი პირდაპირ. რომელი ქვეყნის პრინცია ის მომწერე და როგორ ვერ ვიცნობ? პრინცებს ვინ არ იცნობს? ეხლა დაწყი პრინცებს. ხა. მეგობრებო, ზოგადად, ვინც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს? ხო, უყურეთ, აი, ეს ხართ თქვენ. ეგვიპტისა. ხა, აი ეს ხართ თქვენ. ეხლა როგორ ფიქრობთ? ამას თავს ადამიანი დაანებებს? ეს ხართ თქვენ, მეგობრებო. ხედავთ აქ რა ხატია? ეს იცით ვინაა? ეს ქალი. ეს ადამიანი არის ქალი ვულკანი. ეს არის იმპერატორი ქალი. ეს არის ქალღმერთი. ძალიან ბევრი. რამდენი გულნატკენი გოგოა აქ ვიზიარებო. ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი. ხა. აი მეგობრებო, ეს ხართ ქალღმერთები ხართ თქვენ და როგორ ფიქრობთ ახლა ამას თავს დაანებებს ვინმე? გამორიცხეთ. ქალღმერთი, კი ბატონო. ხო, ამას თავს არავინ არ დაანებებს და არ ელოდოთ და ამას კიდევ თავს ვინ დაანებებს? მეგობრებო, რას ლაპარაკობთ? არც იოცნებოთ. არ გეგონოთ რომ ვინმე თავი დაგანებოთ. თლა რომს გათხოვდეთ, თლა რომს დაოჯახდეთ.
კარგა ხანს ეს ადამიანი არაზოს არ წავა თქვენი ცხოვრებიდან. იცოდეთ რომ ყოველთვის შეგახსენებთ თავს. არა ადვილი. არა. არა ადვილი. არაფერი არა ადვილი. მეგობრებო, რას ლაპარაკობთ? 2 საათია ლაივში ვარ, რას ლაპარაკობთ მეგობრებო? 2 საათია ლაივში ვართ. მეგობრებო. ხა, ასე რომ ელოდეთ მისგან. ყველაფერს ელოდეთ მისგან, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ დაგთმობთ. ადვილად არ დაგთმობთ, არა, საერთოდ არ დაგთმობთ, მეგობრებო. ხო, ნუ ეხლა მე იმ ადამიანზე ვსაუბრობ, ვინც დაემშვიდობეთ ერთმანეთს, ვინც სიკეთე უსურვეთ ერთმანეთს, ვინც აი ხო გეს ნებით, ნებაყოფლობით დაშორდით ერთმანეთს. იმ ადამიანებზე არ მაქვს საუბარი. მე ვამბობ იმაზე, ვისთანაც ეს არ ყოფილა, ნებაყოფლობითი არ ყოფილა. იმ ადამიანებზე ვამბობ იმას და ვსაუბრობ, რომ ის ადამიანი დაბრუნდება. გამორიცხულია, მეგობრებო, რო წასული იყოს. გამორიცხულია. ვინც ნებაყოფლობით დაშორდით და ვინც ბედნიერება უსურვეთ და აი კარგ ნოტებზე დაემშვიდობეთ ერთმანეთს და მართლა აი რაღაცა სხვანაირად დაემშვიდობეთ, ეს სულ სხვა. მე ვამბობ იმას, ვისთანაც არ ყოფილა ესეთი მსგავსი. რა თქმა უნდა, არასდროს არ უნდა თქვა არასოდეს. ხო და ჩუმად რო გაიპარა, იმიტომ მოვა ზუსტად. ვინც ჩუმად გაიპარა, ის ყველა დაბრუნდება, მეგობრებო. ასე რომ ელოდეთ. ელოდეთ. 10,000% ელოდეთ. ახლა ლოდინი იმას არ ნიშნავს, იჯდეთ და კარებთან ელოდეთ, როდის მოგიკაკუნებთ. არა. უბრალოდ თქვენი საქმიანობით დაკავდით და ეს ადამიანი მოვა. მე ყოველთვის მცალია ეხლა, შეგიძლია დამირეკო, აი ეხლა გავთიშავ და შეგიძლია დამირეკო. ცოტა ხანი ვადროვებ, მეგობრებო, რომ TikTok-მა თავისებურად შეინახოს ეს ვიდეო თავისით და შემდეგ გადმოვტვირთავ და ავტვირთავ აუცილებლად YouTube-ზე. ძალიან სასიამოვნო ლაივი იყო დღეს და აი, როდესაც ავტვირთავ, აი გულდასმით მოусმინეთ, ოღონდ მართლა. და ძალიან გამახარებთ, თუ კი კომენტარებს დამიტოვებთ. უღრმესი მადლობა ყველას. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს. ბედნიერი დღე გქონოდეთ, მეგობრებო, წარმატებები გქონოდეთ ცხოვრებაში. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ, ძალიან მეიმედებით. გულშემატკივრობთ ყველა თითოეულ თქვენთაგანს, იმიტომ რომ მეც გავლილი მაქვს ეს გზა და ვიცი რაც არის. ყველა თქვენი თითოეული დღე, წუთი და წამი გავლილი მაქვს, მეგობრებო. არ გაიტეხოთ გული, აი უფალს მიანდეთ ყველაფერი და დამიჯერეთ, აი ნახეთ როგორ უკეთესად იქნება ყველაფერი. მადლობა თქვენ და აბა დროებით. პირადისთვის შეგიძლიათ გადმოხვიდეთ და მომმართოთ კონკრეტული კითხვით და მე კიდევ გიპასუხებთ კონკრეტულად. მარხვის დაწყებამდე, მეგობრებო, მარხვა როდესაც დაიწყება, მე არ მექნება, იცოდეთ, მთელი 7 იანვრამდე არ მექნება პირადი გაშლები. სიტყვას ვამბობ უფალთან, რომ არ მექნება პირადი გაშლები. ასე რომ სანამ უკვე იწყება. 29-დან მე პირად გაშლებზე აღარ ვღებულობ. ასე რომ აბა დროებით. ლაივი გვექნება კი, მხოლოდ ლაივი, პირადებზე აღარ ვიმუშავებ. პირადს აღარ მივიღებ, მეგობრებო. ხო, ასე რომ აბა დროებით, ჩემო ძვირფასებო და გელოდებით კომენტარებში. მადლობა ყველას. ბედნიერი დღე მისურვებია ყველა თითოეულ თქვენთაგანისთვის. თქვენც ასევე გაიხარეთ, უღრმესი მადლობა. ანა მარია დამირეკე, გავალ ეხლავე და დამირეკე.